Ახლავე, ამ წამში, როცა ამ სიტყვებს კითხულობთ, თქვენი ტვინი ქმნის რეალობას. არა მეტაფორულად, არა ფილოსოფიურად, ფიზიკურად. 1982 წელს ალბერტ აინშტაინმა წერილი გაუგზავნა თავის მეგობარს, ფიზიკოს, მაქს ბორნს. წერილში ერთი წინადადება იყო, რომელიც ფიზიკის მთელ საზოგადოებას შეაშფოთებდა. ღმერთი არ თამაშობს კამათელს სამყაროსთან. აინშტაინი ცდილობდა უარეყო ის, რასაც კვანტური მექანიკა ამტკიცებდა, მაგრამ ის ცდებოდა და მისი შეცდომა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდა ადამიანის ისტორიაში. შენი შეხედვა სulis რეალობას. 1922 წელს კოპენჰაგენში ნილს ბორმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. მან ელექტრონები გაისროლა ორი ნაპრალის მქონე ბარიერისკენ. შედეგი იყო შეუძლებელი. ელექტრონები იქცეოდნენ როგორც ტალღები, როცა არავინ უყურებდა. მაგრამ როგორც კი მეცნიერები დაიწყებდნენ დაკვირვებას, ელექტრონები ხდებოდნენ ნაწილაკები. არა იმიტომ, რომ საზომი ხელსაწყო ერეოდა მათ პროცესში, არა იმიტომ, რომ ჩვენ ცვლიდით რაღაცას, არამედ იმიტომ, რომ თვითონ დაკვირვების აქტი, შეგნებული ყურადღების აქტი, ფიზიკურად ცვლიდა ელექტრონის ბუნებას. წარმოიდგინეთ ეს. თქვენ გახართ ბნელ ოთახში. ხელში ფარანი გაქვთ, მაგრამ ის გამორთულია. ოთახის მეორე მხარეს კედელია ორი ნაპრალით. თქვენ იწყებთ ბურთების სროლას ნაპრალებისკენ. ზოგიერთი ბურთი გაივლის მარცხენა ნაპრალს, ზოგიერთი მარჯვენას, ზოგიერთი დაეჯახება კედელს. კედლის უკან მდებარე ეკრანზე ჩნდება ორი ზოლი, ზუსტად იქ, სადაც ნაპრალებია. ლოგიკური არა? ეს არის ნაწილაკების ქცევა. ეხლა ჩართეთ ფარანი. და აქ იწყება შეუძლებელი. ეკრანზე აღარ ჩნდება ორი ზოლი, ჩნდება მრავალი ზოლი, ინტერფერენციის ნიმუში, რომელიც მხოლოდ ტალღებს შეუძლიათ შექმნან. ისეთი ნიმუში, როგორიც წყალში ორი ქვის ჩაგდებისას ჩნდება, როცა ტალღები ერთმანეთს ხვდებიან. მაგრამ როგორ? თქვენ სროლობთ ცალკეულ ბურთებს, არა ტალღებს. თითოეული ბურთი გადის ერთ ნაპრალს. როგორ შეიძლება ერთმა ბურთმა შექმნას ინტერფერენციის ნიმუში? პასუხი ანადგურებს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცოდით რეალობის შესახებ. 1930 წელს ბრიტანელმა ფიზიკოსმა პოლ დირაკმა დაწერა: თითოეული ელექტრონი ინტერფერენციას უწევს მხოლოდ საკუთარ თავს. ეს წინადადება ჟღერს როგორც ფილოსოფიური თავსატეხი, მაგრამ ეს არის ზუსტი მათემატიკური აღწერა იმისა, რაც ხდება კვანტურ დონეზე. როცა თქვენ სროლობთ ერთ ელექტრონს ორი ნაპრალის მქონე ბარიერისკენ, ის არ გადის არც მარცხენა, არც მარჯვენა ნაპრალს. ის გადის ორივეს ერთდროულად. ის არსებობს ალბათობის ტალღის სახით, მათემატიკური ფუნქციის სახით, რომელიც აღწერს ყველა შესაძლო ადგილს, სადაც ელექტრონი შეიძლება იყოს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ არ ხართ ერთ ადგილას. თქვენ ხართ ყველა ადგილას, სადაც შეიძლება იყოთ, ერთდროულად. თქვენი სახლში, თქვენ სამსახურში, პარკში, მთაზე. ყველა ეს ადგილი არსებობს ერთდროულად, როგორც ალბათობები. და მხოლოდ როცა ვინმე გიყურებთ, როცა ვინმე ზომავს თქვენს მდებარეობას, თქვენ ინთქმებით ერთ კონკრეტულ ადგილას. ეს არის ელექტრონის რეალობა. 1955 წელს რიჩარდ ფაინმანმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა თქვა: მე ვფიქრობ, რომ შემიძლია თამამად თქვა, რომ არავინ ესმის კვანტური მექანიკა. ეს თქვა ადამიანმა, რომელმაც შექმნა კვანტური ელექტროდინამიკის თეორია, ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი თეორია მეცნიერების ისტორიაში. მაგრამ ფაინმანი მართალი იყო. კვანტური მექანიკა არ არის რთული გასაგებად იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები. ის რთულია იმიტომ, რომ ის ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენი ტვინი ევოლუციის პროცესში ისწავლა რეალობის შესახებ. ჩვენი ტვინი განვითარდა აფრიკის სავანებში, სადაც საგნები იყვნენ ან აქ, ან იქ. არასოდეს ორივე ადგილას ერთდროულად. სადაც ლომი იყო ლომი, არა ალბათობის ტალღა. სადაც ქვა იყო ქვა, მიუხედავად იმისა, უყურებდი მას თუ არა. მაგრამ ეს რეალობა, რომელშიც ჩვენი ტვინი ცხოვრობს, არის მხოლოდ ზედაპირი. ქვემოთ, ატომების დონეზე, მოქმედებს სრულიად სხვა წესები. 1945 წელს ჰიროსიმაში ადამიანობამ პირველად იგრძნო კვანტური მექანიკის ძალა. ატომური ბომბი იყო პირდაპირი შედეგი იმ განტოლებების, რომლებიც აღწერდნენ ელექტრონების ქცევას. მაგრამ ბომბი იყო მხოლოდ დასაწყისი. დღეს თქვენი სმარტფონი მუშაობს კვანტურ პრინციპებზე. თითოეული ტრანზისტორი, თითოეული მიკროჩიპი არის კვანტური მექანიკის პრაქტიკული გამოყენება. ჩვენ ვაშენებთ ტექნოლოგიებს თეორიაზე, რომელსაც ფაინმანის სიტყვებით არავინ ესმის. და აქ არის ყველაზე საოცარი. ეს მუშაობს. კვანტური მექანიკის პროგნოზები დადასტურებულია ექსპერიმენტებით უფრო მაღალი სიზუსტით, ვიდრე ნებისმიერი სხვა თეორია მეცნიერების ისტორიაში. ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ ელექტრონის მაგნიტური მომენტი სიზუსტით 1 ტრილიონის 1 მილიარდად ნაწილამდე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ზომავთ მანძილს დედამიწიდან მთვარემდე
სიზუსტით ერთი ადამიანის თმის სისქემდე. ეს არის კვანტური მექანიკის სიზუსტე. მაგრამ აქ იწყება რეალური პრობლემა. ორნაპრალიანი ექსპერიმენტი გვიჩვენებს, რომ ელექტრონი არსებობს როგორც ალბათობის დალღა. ის არის ყველგან ერთდროულად. სანამ ჩვენ არ დავაკვირდებით. როცა ჩვენ ზომავთ, ტალღა კოლაფსირდება ერთ კონკრეტულ მდებარეობაში. ეს ცნობილია როგორც ტალღური ფუნქციის კოლაფსი. მაგრამ რა ზუსტად იწვევს ამ კოლაფსს? რა არის განსხვავება დაკვირვებასა და არადაკვირვებას შორის? 1930 წლებში ვერნერ ჰაიზენბერგმა, კვანტური მექანიკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თქვა: ჩვენ ვაკვირდებით არა ბუნებას თავისთავად, არამედ ბუნებას, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კითხვის მეთოდს. ეს იყო რადიკალური იდეა. ჰაიზენბერგი ამბობდა, რომ არ არსებობს ობიექტური რეალობა დამოუკიდებელი დამკვირვებლისგან. რეალობა იქმნება ურთიერთქმედებაში დამკვირვებელსა და დაკვირვებულს შორის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ გაზომოთ ელექტრონის პოზიცია. თქვენ უნდა გამოიყენოთ ფოტონი, სინათლის ნაწილაკი, რომელიც მოხვდება ელექტრონს და დაბრუნდება თქვენს დეტექტორში. მაგრამ ფოტონი თავად არის ნაწილაკი ენერგიით. როცა ის ეჯახება ელექტრონს, ის ცვლის ელექტრონის სიჩქარეს და მიმართულებას. ასე რომ თქვენ ვერასოდეს გაზომავთ ელექტრონს, როგორც ის არის. თქვენ ყოველთვის ზომავთ ელექტრონს, როგორც ის ხდება თქვენი გაზომვის შედეგად. ეს არის ჰაიზენბერგის გაურკვევლობის პრინციპი. მაგრამ ორნაპრალიანი ექსპერიმენტი გვიჩვენებს რაღაც უფრო ღრმას. პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვცვლით ელექტრონს გაზომვის პროცესში. პრობლემა არის ის, რომ ელექტრონს არ აქვს კონკრეტული პოზიცია გაზომამდე. ის არ არის სადღაც, რომელსაც ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. ის მართლაც არის ყველგან ერთდროულად, როგორც ალბათობის დალღა. 1925 წელს ერვინ შრედინგერმა, ავსტრიელმა ფიზიკოსმა, შექმნა განტოლება, რომელიც აღწერს ტალღური ფუნქციის ევოლუციას დროში. შრედინგერის განტოლება არის კვანტური მექანიკის საფუძველი, მაგრამ თავად შრედინგერი არ იყო კმაყოფილი იმით, რასაც მისი განტოლება გულისხმობდა. ის შექმნა ცნობილი აზროვნებითი ექსპერიმენტი, შრედინგერის კატა, რათა გამოეჩინა აბსურდულობა, რომელსაც ის ხედავდა კვანტურ ინტერპრეტაციაში. წარმოიდგინეთ კატა ყუთში. ყუთში არის რადიოაქტიური ატომი, გეიგერის მრიცხველი, ჩაქუჩი და შხამის ფლაკონი. თუ ატომი დაიშლება, გეიგერის მრიცხველი ამოიცნობს მას. ჩაქუჩი ამსხროს ფლაკონს და კატა კვდება. კვანტური მექანიკის მიხედვით, სანამ ჩვენ არ გავხსნით ყუთს და არ დავაკვირდებით, ატომი არსებობს სუპერპოზიციაში. ის ერთდროულად არის დაშლილი და არადაშლილი. რაც ნიშნავს, რომ კატა ერთდროულად არის ცოცხალი და მკვდარი. ხოლოდ როცა ჩვენ გავხსნით ყუთს და დავაკვირდებით, ტალღური ფუნქცია კოლაფსირდება ერთ მდგომარეობაში. შრედინგერი ფიქრობდა, რომ ეს აბსურდია, მაგრამ ექსპერიმენტები ადასტურებენ, ზუსტად ეს ხდება კვანტურ დონეზე. 2004 წელს ფიზიკოსებმა ვენის უნივერსიტეტიდან ანტონ ცაილინგერის ხელმძღვანელობით ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა ყველაზე უცნაური ასპექტი კვანტური მექანიკისა. მათ გამოიყენეს დაგვიანებული არჩევანის ექსპერიმენტი, ვარიაცია ორნაპრალიანი ექსპერიმენტისა, სადაც მეცნიერები წყვეტენ, დააკვირდნენ თუ არა ელექტრონს მას შემდეგ, რაც ის უკვე გაიარა ნაპრალები. წარმოიდგინეთ ეს. ელექტრონი გაისროლა ნაპრალებისკენ. ის გაიარა ორივე ნაპრალი ერთდროულად, როგორც ტალღა. ის მოგზაურობს ეკრანისკენ. მაგრამ ბოლო მომენტში, მილიარდედი წამის წინ, სანამ ის მიაღწევს ეკრანს, მეცნიერები ჩართავენ დეტექტორს, რომელიც ზომავს, რომელი ნაპრალით გაიარა ელექტრონმა. და რა ხდება? ინტერფერენციის ნიმუში ქრება. ელექტრონი იქცევა ისე, თითქოს ის გაიარა მხოლოდ ერთი ნაპრალით, როგორც ნაწილაკმა. მაგრამ როგორ? ელექტრონი უკვე გაიარა ნაპრალები. ის უკვე იყო ტალღა. როგორ შეიძლება გადაწყვეტილება მომავალში შეცვალოს ის, რაც უკვე მოხდა წარსულში? ეს არის დაგვიანებული არჩევანის პარადოქსი. და ექსპერიმენტები ადასტურებენ, ზუსტად ეს ხდება. თქვენი გადაწყვეტილება დააკვირდეთ, მიუხედავად იმისა, როდის მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას, განსაზღვრავს ელექტრონის ქცევას. 2013 წელს 딘 რადინმა, ფსიქოლოგმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, ჩაატარა სერია ექსპერიმენტები, რომლებიც კვლავ იწვევს დებატებს მეცნიერულ საზოგადოებაში. რადინი ცდილობდა გაეგო, შეიძლებოდა თუ არა ადამიანის შეგნებამ პირდაპირ გავლენა მოეხდინა კვანტურ სისტემაზე. მან გამოიყენა ორნაპრალიანი ექსპერიმენტის ვარიაცია, სადაც ადამიანები უბრალოდ უყურებდნენ ეკრანს, ცდილობდნენ იფიქრონ ინტერფერენციის ნიმუშის შეცვლაზე. შედეგები იყო საკამათო. ზოგიერთი ექსპერიმენტი აჩვენებდა მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვან ეფექტს. სხვები არა. მაგრამ თავად ფაქტი, რომ ასეთი ექსპერიმენტები ტარდება სერიოზულ ლაბორატორიებში, გვიჩვენებს, რამდენად ღრმად არის დაკვირვების პრობლემა კვანტურ მექანიკაში. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ზუსტად არის დამკვირვებელი. არის ეს შეგნება? არის ეს ნებისმიერი საზომი ხელსაწყო?
არის ეს ნებისმიერი ფიზიკური ურთიერთქმედება? 1955 წელს ჰიუ ევერეტმა, პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა, შესთავაზა რადიკალური გადაწყვეტა. მისი მრავალსამყაროს ინტერპრეტაცია ამბობს, რომ ტალღური ფუნქცია არასოდეს კოლაფსირდება. ნაცვლად ამისა, ყოველ ჯერზე, როცა კვანტური გაზომვა ხდება, სამყარო იყოფა. ერთ სამყაროში ელექტრონი გადის მარცხენა ნაპრალს, მეორეში მარჯვენას. ორივე სამყარო რეალურია, ორივე არსებობს და თქვენ, დამკვირვებელი, ასევე იყოფით. ერთ სამყაროში თქვენ ხედავთ ელექტრონს მარცხნივ, მეორეში მარჯვნივ. ეს ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა. მაგრამ მრავალსამყაროს ინტერპრეტაცია არის სერიოზული მეცნიერული თეორია, რომელსაც მხარს უჭერენ მრავალი წამყვანი ფიზიკოსი, მათ შორის დევიდ დოიჩი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და შონ კეროლი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან. რატომ? იმიტომ, რომ ის აღმოფხვრის კოლაფსის პრობლემას. თუ ტალღური ფუნქცია არასოდეს კოლაფსირდება, მაშინ არ გვჭირდება ახსნა, რატომ და როგორ ხდება კოლაფსი. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ არსებობს უსასრულო რაოდენობის სამყაროები. სამყარო, სადაც თქვენ წაიკითხეთ ეს წინადადება. სამყარო, სადაც არ წაიკითხეთ. სამყარო, სადაც ეს წინადადება არასოდეს დაიწერა. სამყარო, სადაც 10 ადამიანები არასოდეს არსებობდნენ. ყველა ეს სამყარო არსებობს ერთდროულად, პარალელურად, ურთიერთქმედების გარეშე. 1930 წლებში ნილს ბორმა და ვერნერ ჰაიზენბერგმა ჩამოაყალიბეს ის, რაც ცნობილია როგორც კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია, სტანდარტული ახსნა კვანტური მექანიკისა. კოპენჰაგენის ინტერპრეტაციის მიხედვით, ტალღური ფუნქცია არის მათემატიკური ინსტრუმენტი, რომელიც აღწერს ჩვენს ცოდნას სისტემის შესახებ. როცა ჩვენ ზომავთ, ჩვენ ვირებთ ახალ ინფორმაციას და ტალღური ფუნქცია კოლაფსირდება ამ ახალი ცოდნის ასახვისთვის. მაგრამ ეს ახსნა აჩენს კითხვებს. თუ ტალღური ფუნქცია არის მხოლოდ ჩვენი ცოდნა, მაშინ რა არის რეალური? რა არსებობს იქ გარეთ, დამოუკიდებლად ჩვენი დაკვირვებისგან? ბორი და ჰაიზენბერგი ამბობდნენ, ეს კითხვა არ აქვს მნიშვნელობა. ფიზიკა არის მეცნიერება იმის შესახებ, რასაც ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ და გავზომოთ. კითხვები იმის შესახებ, რა არსებობს დაკვირვების გარეშე, არის ფილოსოფია, არა ფიზიკა. აინშტაინი არ ეთანხმებოდა. მისთვის რეალობა უნდა არსებობდეს დამოუკიდებლად დამკვირვებლისგან. ცნობილია მისი კითხვა. გჯერათ, რომ მთვარე არ არსებობს, როცა არავინ უყურებს მას. აინშტაინისთვის კვანტური მექანიკა იყო არასრული თეორია. ის ფიქრობდა, რომ უნდა არსებობდეს ფარული ცვლადები, ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ რომელიც განსაზღვრავს ელექტრონის ქცევას. 1964 წელს ჯონ ბელმა, ირლანდიელმა ფიზიკოსმა, შექმნა მათემატიკური თეორემა, რომელმაც შესაძლებელი გახადა აინშტაინის იდეის ტესტირება. ბელის თეორემა ამბობს, თუ არსებობს ფარული ცვლადები, მაშინ გარკვეული ექსპერიმენტები უნდა მოგცეს გარკვეული შედეგები. თუ ფარული ცვლადები არ არსებობს, შედეგები იქნება სხვა. 1982 წელს ალენ ასპემ, ფრანგმა ფიზიკოსმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც შეამოწმა ბელის თეორემა. ასპე გამოიყენა დაწყვილებული ფოტონები, ფოტონების წყვილები, რომლებიც შექმნილია ერთდროულად და აქვთ დაკავშირებული თვისებები. მან გაყო ეს ფოტონები და გაგზავნა ისინი საპირისპირო მიმართულებებით. შემდეგ მან გაზომა თითოეული ფოტონის პოლარიზაცია. შედეგები იყო ნათელი. ბელის უტოლობა დარღვეული იყო. ფარული ცვლადები არ არსებობს. აინშტაინი ცდებოდა. რეალობა მართლაც არ არსებობს დამოუკიდებლად დაკვირვებისგან. 2012 წელს ასპემ მიიღო ნობელის პრემია ამ ექსპერიმენტისთვის. მაგრამ ასპეს ექსპერიმენტმა გამოავლინა რაღაც კიდევ უფრო უცნაური. დაწყვილებული ფოტონები რჩებიან დაკავშირებულები, მიუხედავად მანძილისა. როცა თქვენ ზომავთ ერთი ფოტონის პოლარიზაციას, მეორე ფოტონის პოლარიზაცია მკრისიერად იცის ამის შესახებ და ეგუება. ეს ცნობილია როგორც კვანტური გადაბმა. აინშტაინი უწოდებდა მას საშინელ მოქმედებას მანძილზე და ფიქრობდა, რომ ეს ამტკიცებდა კვანტური მექანიკის აბსურდულობას. მაგრამ გადაბმა რეალურია და ის არ არღვევს ფარდობითობის თეორიას, რადგან ვერ გამოიყენებთ მას ინფორმაციის გადასაცემად სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. მაგრამ ის გვიჩვენებს, რომ სამყარო არის ბევრად უფრო ურთიერთდაკავშირებული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. ორი ნაწილაკი, რომლებიც ოდესმე იყვნენ ერთად, რჩებიან დაკავშირებულები სამუდამოდ, მიუხედავად იმისა, რამდენად შორს არიან ერთმანეთისგან. აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა. თუ ელექტრონები არსებობენ სუპერპოზიციაში, რატომ არ ვხედავთ ჩვენ მაკროსკოპულ ობიექტებს სუპერპოზიციაში? რატომ არ არის კატა ერთდროულად ცოცხალი და მკვდარი? რატომ არ ხართ თქვენ ერთდროულად აქ და იქ? პასუხი არის დეკოჰერენცია. 1990 წლებში ვოიჩეხ ზურეკმა, პოლონელმა ფიზიკოსმა შეიმუშავა დეკოჰერენციის თეორია.
დეკოჰერენცია არის პროცესი, რომლის დროსაც კვანტური სისტემა კარგავს თავის კვანტურ თვისებებს გარემოსთან ურთიერთქმედების გამო. წარმოიდგინეთ ელექტრონი ვაკუუმში. ის იზოლირებულია. ის შეიძლება არსებობდეს სუპერპოზიციაში. მაგრამ როგორც კი ის იწყებს ურთიერთქმედებას სხვა ნაწილაკებთან, ჰაერის მოლეკულებთან, ფოტონებთან, ნებისმიერ რამესთან, ის იწყებს ინფორმაციის გაჟონვას გარემოში. ეს ინფორმაცია ვრცელდება. ის ურთიერთქმედებს უფრო და უფრო მეტ ნაწილაკთან და ძალიან სწრაფად ელექტრონის კვანტური მდგომარეობა ხდება დაბნეული უზარმაზარ რაოდენობის სხვა ნაწილაკების მდგომარეობებთან. ამ მომენტში პრაქტიკულად შეუძლებელია დააკვირდეთ ინტერფერენციას. სისტემა იქცევა ისე, თითქოს ის კოლაფსირებულია, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ის ჯერ კიდევ არის სუპერპოზიცია. დეკოჰერენცია ხდება უკიდურესად სწრაფად, მაკროსკოპროსკოპული ობიექტებისთვის. კატა შედგება და დაახლოებით 10-27 ხარისხში ატომისგან. თითოეული ამ ატომიდან ურთიერთქმედებს ტრილიონობით სხვა ატომთან, კატის სხეულში, ჰაერში, გარემოში. დეკოჰერენციის დრო კატისთვის არის დაახლოებით 10 უარყოფითი 40 ხარისხში წამი. რიცხვი ისეთი მცირე, რომ ის პრაქტიკულად ნულია. ამიტომ ჩვენ არასოდეს ვხედავთ კატას სუპერპოზიციაში. მაგრამ ელექტრონისთვის იზოლირებულ ვაკუუმში დეკოჰერენციის დრო შეიძლება იყოს წამები ან თუნდაც წუთები. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ კვანტურ ეფექტებს ელექტრონებში, მაგრამ არა კატებში. კვანტური სამყარო და კლასიკური სამყარო არ არის ორი განსხვავებული სამყარო. ისინი არის ერთი და იგივე სამყარო, დანახული სხვადასხვა მასშტაბით და სხვადასხვა დონის იზოლაციით. 2015 წელს მარკუს არნდტმა, ავსტრიელმა ფიზიკოსმა, ჩაატარა ორნაპრალიანი ექსპერიმენტი, არა ელექტრონებით, არამედ მოლეკულებით, რომლებიც შედგებოდნენ რამდენიმე 100 ატომისგან. ეს იყო ყველაზე დიდი ობიექტები, რომლებშიც ოდესმე დაფიქსირდა კვანტური ინტერფერენცია. არნდტის ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კვანტური ეფექტები არ არის შეზღუდული მხოლოდ სუბატომური ნაწილაკებით. ისინი არსებობენ უფრო დიდ მასშტაბებზეც, თუ შეგიძლიათ სისტემის საკმარისად კარგად იზოლირება. დღეს მეცნიერები მუშაობენ კვანტურ კომპიუტერებზე, მანქანებზე, რომლებიც იყენებენ სუპერპოზიციას და გადაბმას გამოთვლებისთვის. კვანტური კომპიუტერი შეიძლება იყოს ერთდროულად 0-ში და 1-ში. აი ეს შეიძლება შეასრულოს მილიონობით გამოთვლა ერთდროულად. მაგრამ კვანტური კომპიუტერების შექმნა არის უკიდურესად რთული, რადგან თქვენ უნდა შეინარჩუნოთ კვანტური მდგომარეობა დეკოჰერენციისგან. თქვენ უნდა იზოლიროთ სისტემა გარემოსგან თითქმის სრულყოფილად. 2019 წელს Google-მა გამოაცხადა კვანტური უპირატესობა. მათმა კვანტურმა კომპიუტერმა შეასრულა გამოთვლა, რომელიც კლასიკურ სუპერკომპიუტერს დასჭირდებოდა 1000-ობით წელი. ეს იყო ისტორიული მომენტი. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვართ კვანტური კომპიუტერების ადრეულ დღეებში. ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ, როგორ გავაკონტროლოთ და გამოვიყენოთ კვანტური სამყარო. ახლა დაუბრუნდეთ ცენტრალურ კითხვას. რა არის დამკვირვებელი? რა ზუსტად იწვევს ტალღური ფუნქციის კოლაფსს? ეს კითხვა რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად თანამედროვე ფიზიკაში. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, რომ დამკვირვებელი არის ნებისმიერი მაკროსკოპული საზომი ხელსაწყო. როცა ელექტრონი ურთიერთქმედებს დეტექტორთან, ის ურთიერთქმედებს უზარმაზარ რაოდენობის ატომებთან დეტექტორში. ეს იწვევს დეკოჰერენციას და სისტემა იქცევა ისე, თითქოს ის კოლაფსირებულია. ამ თვალსაზრისით შეგნება არ არის საჭირო. ნებისმიერი საკმარისად დიდი ფიზიკური სისტემა შეიძლება იყოს დამკვირვებელი. სხვები ამბობენ, რომ დამკვირვებელი უნდა იყოს შეგნებული არსება. ეს იდეა მომდინარეობს ჯონ ფონ ნეიმანისგან, ჰანგარელი მათემატიკოსისგან, რომელმაც 1932 წელს შექმნა კვანტური მექანიკის მათემატიკური ფორმულირება. ფონ ნეიმანი ამტკიცებდა, რომ გაზომვის პროცესი უნდა მთავრდებოდეს შეგნებულ დამკვირვებელში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საზომი ხელსაწყო თავად იქნებოდა კვანტური სისტემა სუპერპოზიციაში. ეს იდეა იწვევს ღრმა ფილოსოფიურ კითხვებს. თუ შეგნება არის საჭირო კოლაფსისთვის, მაშინ რა ხდებოდა სამყაროში შეგნების გაჩენამდე? არსებობდა თუ არა რეალობა 10 მილიარდი წლის წინ, როცა არ იყო არავარავინ, ვინც დააკვირდებოდა მას? ან იყო მთელი სამყარო უზარმაზარ სუპერპოზიციაში, სანამ პირველი შეგნებული არსება არ გაჩნდა? ზოგიერთი ფიზიკოსი, როგორიცაა ფრიმან დაისონი, ამტკიცებდა, რომ შეგნება შეიძლება იყოს ფუნდამენტური ასპექტი სამყაროსი, ისევე ფუნდამენტური როგორც მასა ან ენერგია. ამ თვალსაზრისით კვანტური მექანიკა გვიჩვენებს, რომ სამყარო არ არის მექანიკური სისტემა, რომელიც მუშაობს დამოუკიდებლად ჩვენგან. ის არის მონაწილეობითი სამყარო, სადაც დამკვირვებლები თამაშობენ აქტიურ როლს რეალობის შექმნაში. სხვები, როგორიცაა სტივენ ვაინბერგი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ამბობენ, რომ ეს არის ზედმეტი მისტიფიკაცია.
ვაინბერგი ამტკიცებს, რომ კვანტური მექანიკა არის უბრალოდ მათემატიკური ინსტრუმენტი პროგნოზებისთვის. ის მუშაობს შესანიშნავად. ჩვენ არ გვჭირდება ფილოსოფიური ინტერპრეტაციები იმის შესახებ, რას ნიშნავს ის. მაგრამ ეს დებატი არ არის მხოლოდ აკადემიური. ის ეხება ყველაზე ფუნდამენტურ კითხვებს. რა არის რეალობა? რა არის ჩვენი ადგილი მასში? ვართ თუ არა ჩვენ უბრალოდ პასიური დამკვირვებლები სამყაროსი, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად ჩვენგან? თუ ვართ აქტიური მონაწილეები, რომელთა დაკვირვებები ქმნიან რეალობას? დაუბრუნდეთ იმ მომენტს, როცა თქვენ გაიღვიძეთ დღეს დილით. გახსენით თვალები. პირველი რამ, რაც დაინახეთ, შესაძლოა ჭერი, შესაძლოა ფანჯარა, შესაძლოა თქვენი ტელეფონის ეკრანი. ახლა შეაჩერეთ და იფიქრეთ, რა ზუსტად მოხდა ამ მომენტში. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი თვალები უბრალოდ მიიღეს სინათლე გარე სამყაროდან, მაგრამ რეალობა არის ბევრად უფრო უცნაური. თქვენი თვალის ბადურაში არის დაახლოებით 130 მილიონი ფოტორეცეპტორული უჯრედი. თითოეული ამ უჯრედიდან შეიცავს მოლეკულას, რომელსაც ეწოდება როდოფსინი. როცა ერთი ფოტონი, ერთი სინათლის ნაწილაკი ეჯახება როდოფსინის მოლეკულას, ის იწვევს კვანტურ ცვლილებას მოლეკულის სტრუქტურაში. ეს ცვლილება ხდება 10 უარყოფითი 14 ხარისხში წამში. დრო ისეთი მოკლე, რომ სინათლე ამ დროის განმავლობაში გაივლის მანძილს, რომელიც 10-ჯერ ნაკლებია ატომის დიამეტრზე. ეს არის კვანტური მოვლენა. ერთი ფოტონი, რომელიც იყო სუპერპოზიციაში, ერთდროულად ტალღა და ნაწილაკი, კოლაფსირდება კონკრეტულ ურთიერთქმედებაში თქვენს თვალში. და ეს ერთი კვანტური მოვლენა იწყებს კასკადს. როდოფსინი იცვლება. ის ააქტიურებს G-ცილას. ის ააქტიურებს ფერმენტს. ის ცვლის იონების კონცენტრაციას. ის ქმნის ელექტრულ სიგნალს, რომელიც მიემართება თქვენს ტვინში. და თქვენი ტვინი, რომელიც თავად არის კვანტური მოვლენების უზარმაზარი კოლექცია, ქმნის ის, რასაც თქვენ უწოდებთ ხედვას. მაგრამ აქ არის საოცარი ნაწილი. თქვენი ტვინი არ ქმნის ზუსტ ასლს გარე სამყაროსი. ის ქმნის მოდელს, პროგნოზს, ინტერპრეტაციას. 1990 წლებში ნეირომეცნიერმა კარლ ფრისტონმა შეიმუშავა თეორია, რომელსაც ეწოდება თავისუფალი ენერგიის პრინციპი. ფრისტონის თეორიის მიხედვით, თქვენი ტვინი მუდმივად აკეთებს პროგნოზებს იმის შესახებ, რა უნდა მოხდეს შემდეგ, და შემდეგ ადარებს ამ პროგნოზებს რეალურ სენსორულ მონაცემებს. როცა არის განსხვავება, თქვენი ტვინი ან ახლებს თავის მოდელს, ან იგნორირებს განსხვავებას. ეს ნიშნავს, რომ ის, რასაც თქვენ ხედავთ, არ არის რეალობა. ეს არის თქვენი ტვინის საუკეთესო ვარაუდი იმის შესახებ, რა არის რეალობა, დაფუძნებული არასრულ ინფორმაციაზე და წინა გამოცდილებაზე. და აქ იწყება პარალელი კვანტურ მექანიკასთან. ისევე როგორც ელექტრონი არსებობს როგორც ალბათობის ტალღა, სანამ არ დააკვირდებით, თქვენი აღქმა არსებობს როგორც ალბათობების სპექტრი, სანამ თქვენი ტვინი არ კოლაფსირებს მას ერთ კონკრეტულ ინტერპრეტაციაში. 2012 წელს სტიუარტ ჰამეროფმა, ანესთეზიოლოგმა არიზონის უნივერსიტეტიდან და როჯერ პენროუზმა, მათემატიკოსმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა, გამოაქვეყნეს განახლებული ვერსია მათი საკამათო თეორიისა. ორკესტრირებული ობიექტური რედუქცია, ანუ OR. ეს თეორია ამტკიცებს, რომ შეგნება წარმოიქმნება კვანტური პროცესებიდან ტვინის ნეირონების შიგნით, კონკრეტულად მიკროტუბულებში, პატარა სტრუქტურებში, რომლებიც ქმნიან ნეირონის ჩონჩხს. მიკროტუბულები არის ცილოვანი სტრუქტურები, დიამეტრით დაახლოებით 25 ნანომეტრი, 1000, ჯერ უფრო თხელი ადამიანის თმაზე. ჰამეროფი და პენროუზი ამტკიცებენ, რომ ამ მასშტაბზე კვანტური ეფექტები, სუპერპოზიცია და გადაბმა შეიძლება არსებობდეს საკმარისად დიდხანს, რათა იქონიოს როლი ნეირონულ პროცესებში. მათი თეორიის მიხედვით, ნეირონები არ არის უბრალოდ ელექტრული გადამფრთველები, რომლებიც ან ჩართულია, ან გამორთული. ისინი არის კვანტური კომპიუტერები, რომლებიც ამუშავებენ ინფორმაციას სუპერპოზიციაში. ეს თეორია არის უკიდურესად საკამათო. უმეტესობა ნეირომეცნიერების ფიქრობს, რომ ტვინი ძალიან თბილი და ნოტიოა კვანტური კოჰერენტობის შესანარჩუნებლად. დეკოჰერენცია, რომელიც ანადგურებს კვანტურ ეფექტებს, უნდა მოხდეს ფემტოწამებში ტვინის ტემპერატურასა და გარემოში. მაგრამ ჰამეროფი და პენროუზი მიუთითებენ ექსპერიმენტებზე, რომლებიც აჩვენებენ, რომ ბიოლოგიურ სისტემებს შეუძლიათ შეინარჩუნონ კვანტური კოჰერენტობა, გაცილებით დიდხანს, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ. 2010 წელს გრეგ ენგელმა და მისმა გუნდმა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს კვანტური კოჰერენტობა ფოტოსინთეზში. მცენარეები იყენებენ კვანტურ ეფექტებს ენერგიის გადასატანად, სინათლის შედასატანად შეგროვების კომპლექსებიდან რეაქციის ცენტრებში, თითქმის 100%-იანი ეფექტურობით. ეს არის კვანტური კოჰერენტობა ოთახის ტემპერატურაზე, ნოტიო გარემოში, რომელიც გრძელდება რამდენიმე ასეულ ფემტოწამს,
საკმარისად დიდხანს, რათა იქონიოს ფუნქციური როლი. თუ მცენარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კვანტური ეფექტები, შეიძლება თუ არა ტვინმაც. ეს კითხვა რჩება ღია. მაგრამ რაც ნათელია, არის ის, რომ ტვინი არის ყველაზე რთული სტრუქტურა, რომელიც ჩვენ ვიცით სამყაროში. ადამიანის ტვინი შეიცავს დაახლოებით 86 მილიარდ ნეირონს. თითოეული ნეირონი აკეთებს დაახლოებით 10,000 კავშირს სხვა ნეირონებთან. ეს არის დაახლოებით 1/10 ხარისხში 15 კავშირი. რიცხვი, რომელიც აღემატება ვარსკვლავების რაოდენობას ჩვენს გალაქტიკაში. და თითოეული ამ კავშირიდან, თითოეული სინაფსი არის მოლეკულური მანქანა, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას ატომურ დონეზე. როცა ნეირონი ასროლებს, ის ათავისუფლებს ნეიროტრანსმიტერების მოლეკულებს სინაფსურ ნაპრალში. ეს მოლეკულები გადაკვეთენ ნაპრალს, მანძილს დაახლოებით 20 ნანომეტრი და დაკავშირდებიან რეცეპტორებთან მეორე ნეირონზე. ეს დაკავშირება იწვევს კონფორმაციულ ცვლილებას რეცეპტორის მოლეკულაში, რაც იწვევს იონური არხების გახსნას, რაც იწვევს ელექტრული პოტენციალის ცვლილებას, რაც შეიძლება გამოიწვიოს მეორე ნეირონის გასროლა. თითოეული ამ ნაბიჯიდან მოიცავს კვანტურ მოვლენებს. მოლეკულების ფორმის ცვლილება არის კვანტური პროცესი. იონების მოძრაობა არის კვანტური პროცესი. ელექტრონების გადატანა არის კვანტური პროცესი. ასე რომ, ერთი გაგებით, თქვენი ტვინი არის უზარმაზარი კვანტური სისტემა, ტრილიონობით კვანტური მოვლენა ყოველ წამს. დავიწყოთ ყველაზე პატარა მასშტაბიდან და ავიდეთ ზევით. ერთი ატომი თქვენს ტვინში. ეს შეიძლება იყოს ნახშირბადის ატომი გლუკოზის მოლეკულაში, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიას თქვენი ნეირონებისთვის. ამ ატომის ელექტრონები არსებობენ როგორც ალბათობის გრუბლები. ისინი არ არიან კონკრეტულ ადგილებში. ისინი არიან ყველგან ერთდროულად, სადაც მათ შეუძლიათ იყვნენ. ახლა გადავიდეთ ერთი დონით ზემოთ. მოლეკულა. გლუკოზის მოლეკულა შეიცავს 24 ატომს. თითოეული ამ ატომიდან არის კვანტური სისტემა, მაგრამ როცა ისინი ერთად არიან, ისინი ქმნიან რაღაც ახალს, ქიმიურ ბმებს, რომლებიც თავად არის კვანტური მოვლენები. ელექტრონები გაზიარებულია ატომებს შორის. მოლეკულას აქვს ფორმა, სტრუქტურა, თვისებები, რომლებიც არ არსებობს ცალკეულ ატომებში. კიდევ ერთი დონით ზემოთ. ცილა. ტიპიური ცილა შეიცავს რამდენიმე 1000 ატომს. ის იკეცება კონკრეტულ სამგანზომილებიან სტრუქტურაში, რომელიც განსაზღვრავს მის ფუნქციას. ეს დაკეცვა არის კვანტურ-მექანიკური პროცესი. ცილა ეძებს ყველაზე დაბალ ენერგიულ კონფიგურაციას, გადის ალბათობების ლანდშაფტს. და როცა ცილა ურთიერთქმედებს სხვა მოლეკულასთან, ეს ურთიერთქმედება არის კვანტური მოვლენა. ელექტრონული ღრუბლები გადაფარავს, ბმები იქმნება და იშლება. კიდევ ერთი დონით ზემოთ. უჯრედი. ნეირონი შეიცავს დაახლოებით 100 ტრილიონ ატომს. ის არის მიკროსკოპული ქალაქი მოლეკულური მანქანებისა. თითოეული მათგანი ასრულებს კონკრეტულ ფუნქციას. მიტოქონდრიები აწარმოებენ ენერგიას. რიბოსომები აშენებენ ცილებს. ბირთვი ინახავს გენეტიკურ ინფორმაციას. და ყველა ეს პროცესი ფუნდამენტურ დონეზე არის კვანტურ. კიდევ ერთი დონით ზემოთ. ნეირონული ქსელი. ათასობით ნეირონი, დაკავშირებული ერთმანეთთან, ქმნიან ნიმუშებს ელექტრული აქტივობისა. ეს ნიმუშები არის ის, რასაც ჩვენ უწოდებთ აზრებს, მოგონებებს, ემოციებს. მაგრამ თითოეული ამ ნიმუშიდან, როცა თქვენ ჩახედავთ საკმარისად ახლოს, არის შედგენილი კვანტური მოვლენებისგან. და აქ არის საოცარი ნაწილი. თითოეულ ამ დონეზე რაღაც ახალი ჩნდება. ატომები ქმნიან მოლეკულებს თვისებებით, რომლებიც არ აქვთ ატომებს. მოლეკულები ქმნიან ცილებს ფუნქციებით, რომლებიც არ აქვთ მოლეკულებს. ცილები ქმნიან უჯრედებს ქცევით, რომელიც არ აქვთ ცილებს. უჯრედები ქმნიან ქსელებს ნიმუშებით, რომლებიც არ აქვთ უჯრედებს. და ქსელები ქმნიან შეგნებას. რაღაც, რაც არ არსებობს არც ერთ ქვედა დონეზე. ეს არის ემერჯენტობა. იდეა, რომ თლიანი არის მეტი, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი. მაგრამ აქ არის კითხვა. თუ ფუნდამენტური დონე, ატომური დონე არის კვანტური და კვანტურ დონეზე დაკვირვება ცვლის რეალობას, მაშინ როგორ გავლენას ახდენს ეს ზედა დონეებზე? როგორ გავლენას ახდენს ეს აზრებზე, გადაწყვეტილებებზე, შეგნებაზე? 2015 წელს ფსიქოლოგებმა კრისტოფერ ჩაბრისმა და დენიელ სიმონსმა გახმოვანებული გახადეს ფენომენი, რომელსაც ეწოდება ყურადღების სიბრმავე. მათ აჩვენეს ადამიანებს ვიდეო, სადაც ორი გუნდი გადასცემდნენ კალათბურთის ბურთს. მაყურებლებს თხოვეს დაეთვალათ, რამდენჯერ გადასცა თეთრი გუნდის მის მოთამაშეებმა ბურთი. ვიდეოს შუაში ადამიანი გორილას კოსტიუმში გამოჩნდა, გაიარა ეკრანის შუაში, გაჩერდა, ცეკვა და გავიდა. 50% მაყურებლებმა საერთოდ არ შენიშნეს გორილა. როგორ არის ეს შესაძლებელი? გორილა იყო აშკარად ხილული. ის იყო ეკრანის ცენტრში.
მაგრამ ადამიანები, რომლებიც ფოკუსირებულებები იყვნენ ბურთის დათვლაზე, არ დაინახეს გორილა. მათი ტვინი არ დაამუშავა ეს ინფორმაცია. ის არ შევიდა მათ შეგნებულ აღქმაში. ეს არის ანალოგია კვანტური კოლაფსისა. გარე სამყარო გზავნის უზარმაზარ რაოდენობის ინფორმაციას თქვენი თვალებისკენ, ფოტონების ტრილიონები ყოველ წამს. მაგრამ თქვენი ტვინი არ ამუშავებს ყველა ამ ინფორმაციას. ის ირჩევს, ფილტრავს, ფოკუსირდება. და ის, რაზეც თქვენ ფოკუსირდებით, ის, რასაც თქვენ აქცევთ ყურადღებას, ხდება თქვენი რეალობა. დანარჩენი, ისევე როგორც ელექტრონი, რომელსაც არ აკვირდებიან, რჩება პოტენციალურობაში, არა გამოვლენილი. 1990 წლებში ნეირომეცნიერმა მაიკლ მერზენიხმა აღმოაჩინა, რომ ტვინის კორტექსი არის პლასტიური. ის იცვლება გამოცდილების საფუძველზე. როცა თქვენ სწავლობთ ახალ უნარს, ახალი ნეირონული კავშირები იქმნება. როცა თქვენ ივარჯიშებთ რაღაცაში, ეს კავშირები ძლიერდება. მაგრამ აქ არის საინტერესო ნაწილი. ცვლილებები ხდება არა მხოლოდ როცა თქვენ აქტიურად ივარჯიშებთ, არამედ როცა თქვენ აქცევთ ყურადღებას. მერზენიხმა ჩაატარა ექსპერიმენტი მაიმუნებზე. მან ასწავლა მათ დაეჭირათ ობიექტები. ერთ ჯგუფს თხოვა ყურადღება მიექცია ობიექტების ტექსტურისთვის. მეორე ჯგუფს თხოვა უბრალოდ დაეჭირა ობიექტები, ყურადღების გარეშების გარეშე. ორივე ჯგუფი აკეთებდა იგივე ფიზიკურ მოქმედებას, მაგრამ მხოლოდ პირველ ჯგუფში, რომელიც აქცევდა ყურადღებას, მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ტვინის კორტექსში. ყურადღება, არა მხოლოდ მოქმედება, ცვლიდა ტვინის სტრუქტურას. ეს არის ფიზიკური მტკიცებულება იმისა, რომ ის, რაზეც თქვენ ფოკუსირდებით, ცვლის თქვენს ტვინს. და თქვენი ტვინი არის ის, რაც ქმნის თქვენს აღქმას რეალობისა. ასე რომ ფუნდამენტურ გაგებით, ის, რაზეც თქვენ ფოკუსირდებით, ცვლის თქვენს რეალობას. 2012 წელს ფაბრიციო ბენედეტიმ, იტალიელმა ნეირომეცნიერმა გამოაქვეყნა წიგნი პლაცებო ეფექტები, სადაც ის აჯამებს 30 წლიან კვლევას იმის შესახებ, როგორ ცვლის მოლოდინი ფიზიკურ რეალობას. პლაცებო ეფექტი არის ფენომენი, როცა ადამიანები განიცდიან რეალურ ფიზიკურ ცვლილებებს, ტკივილის შემცირებას, სიმპტომების გაუმჯობესებას, თუნდაც ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოელიან ამ ცვლილებებს. ბენედეტიმ აჩვენა, რომ პლაცებო ეფექტი არ არის მხოლოდ თქვენს თავში. როცა ადამიანი ირევს პლაცებო ტკივილ გამაკუჩებელს და მოელის ტკივილის შემცირებას, მათი ტვინი რეალურად ათავისუფლებს ენდორფინებს, ბუნებრივ ტკივილ გამაკუჩებლებს. ეს არის გაზომვადი, ობიექტური ცვლილება. მოლოდინი, აქტი იმისა, რომ დააკვირდეთ გარკვეულ შედეგს, იწვევს ფიზიკურ ცვლილებას სხეულში. 2012 წელს ტედ კაპჩუკმა, ჰარვარდის მედიცინის სკოლის პროფესორმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც შეაშფოთა მედიცინის საზოგადოება. მან მისცა პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, აბები, რომლებზეც ნათლად იყო დაწერილი პლაცებო. მან უთხრა მათ, რომ ეს იყო შაქრის აბები ყოველგვარი აქტიური ინგრედიენტის გარეშე. მაგრამ მან ასევე უთხრა მათ, რომ კვლევები აჩვენებდა, რომ პლაცებო აბებს შეეძლოთ დაეხმარათ ადამიანებს პლაცებო ეფექტის გამო. შედეგი 60% პაციენტებმა განიცადეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სიმპტომებში. ისინი იცოდნენ, რომ ისინი იღებდნენ პლაცებოს, მაგრამ მხოლოდ იდეა იმისა, რომ პლაცებო შეიძლება მუშაობდეს, იყო საკმარისი რეალური ფიზიკური ცვლილებების გამოსაწვევად. მოლოდინი, აქტი დაკვირვებისა გარკვეულ შედეგზე, შექმნა ეს შედეგი. ეს არის პირდაპირი ანალოგია კვანტური დაკვირვების ეფექტისა. კვანტურ მექანიკაში დაკვირვების აქტი კოლაფსირებს ტალღურ ფუნქციას ერთ კონკრეტულ შედეგში. ტვინში მოლოდინის აქტი დაკვირვება გარკვეულ შედეგზე კოლაფსირებს ალბათობების სპექტრს ერთ კონკრეტულ გამოცდილებაში. 2015 წელს ამიში ჯჰამ, ნეირომეცნიერმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ყურადღება ფიზიკურად ცვლის ნეირონების აქტივობას. როცა თქვენ აქცევთ ყურადღებას რაღაცას, ნეირონები, რომლებიც ამუშავებენ ამ ინფორმაციას, ხდებიან უფრო აქტიურები. მაგრამ არა მხოლოდ ეს, ისინი ასევე ხდებიან უფრო სინქრონიზებულები. ისინი იწყებენ გასროლას ერთად, კოორდინირებულ ნიმუშებში. ეს სინქრონიზაცია არის გადამწყვეტი. როცა ნეირონები ისროლებენ სინქრონულად, მათი სიგნალები ძლიერდება. ისინი უფრო ეფექტურად გადასცემენ ინფორმაციას, ისინი უფრო ძლიერ გავლენას ახდენენ სხვა ნეირონებზე. ფაქტობრივად, ყურადღება ამძაფრებს ნეირონულ სიგნალს. ის აძლიერებს გარკვეულ ინფორმაციას და ახშობს სხვა ინფორმაციას. ეს არის ნეირონული ეკვივალენტი კვანტური კოლაფსისა. კვანტურ მექანიკაში დაკვირვება კოლაფსირებს ტალღურ ფუნქციას. ის იღებს ყველა შესაძლო მდგომარეობას და ირჩევს ერთს. ტვინში ყურადღება კოლაფსირებს ნეირონულ აქტივობას. ის იღებს ყველა შესაძლო ნიმუშს და ამძაფრებს ერთს. 2012 წელს რიჩარდ დევიდსონმა ვისკონსინის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა
გამოაქვეყნა კვლევა ბუდისტ ბერებზე, რომლებსაც ჰქონდათ ათასობით საათი მედიტაციის პრაქტიკა. მან აღმოაჩინა, რომ ამ ბერებს შეეძლოთ ნებაყოფლობით შეეცვალათ მათი ტვინის აქტივობის ნიმუშები. ისინი შეეძლოთ გაეზარდათ გამა-ტალღები, ნეირონული ოსცილაციები, რომლებიც დაკავშირებულია ყურადღებასთან და შეგნებასთან, უფრო მაღალ დონეზე ვიდრე ოდესმე დაფიქსირებულა ლაბორატორიაში. რა ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ტრენინგით ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ კონტროლი თავიანთი ყურადღების და შესაბამისად თავიანთი ნეირონული აქტივობის უფრო მაღალ დონეზე. ისინი შეუძლიათ ისწავლონ და აკვირდნენ თავიანთ შინაგან გამოცდილებას უფრო ზუსტად, უფრო ინტენსიურად. და ეს დაკვირვება სulis თავად გამოცდილებას. 1976 წელს ჯორჯ სუდარშანმა და ბაიდიანათ მისრამ, ფიზიკოსებმა, აღმოაჩინეს უცნაური ეფექტი კვანტურ მექანიკაში. მექანიკაში, რომელსაც ეწოდა კვანტური ზენონის ეფექტი. ეს ეფექტი ამბობს: თუ თქვენ აკვირდებით კვანტურ სისტემას საკმარისად ხშირად, თქვენ შეგიძლიათ გაყინოთ ის მის მიმდინარე მდგომარეობაში. სისტემა ვერ შეძლებს ევოლუციას, ვერ შეძლებს ცვლილებას, რადგან თითოეული დაკვირვება აბრუნებს მას საწყის მდგომარეობაში. ეს ჟღერს როგორც ფილოსოფიური პარადოქსი, მაგრამ ეს დადასტურებულია ექსპერიმენტებით. 2000 წელს მარკ ფიშერმა და მისმა გუნდმა ნაციონალური სტანდარტებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან დააკვირდნენ კვანტურ ზენონის ეფექტს ბერილიუმის იონებში. ისინი აჩვენეს, რომ ხშირი გაზომვები რეალურად ანელებდნენ კვანტური სისტემის ევოლუციას. ეხლა გადავიდეთ ტვინზე. 2012 წელს ფსიქოლოგებმა აჩვენეს, რომ უწყვეტი თვითდაკვირვება, აქტი, მუდმივად შემოწმებისა, თქვენი აზრებისა და გრძნობების, შეიძლება გქონდეთ მსგავსი ეფექტი. ადამიანები, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან თავიანთ შფოთვას, ხშირად აღმოაჩენენ, რომ შფოთვა არ მცირდება, ის გაკინულია ადგილზე. მუდმივი დაკვირვება ხელს უშლის ბუნებრივ ევოლუციას ემოციური მდგომარეობისა. ეს არ არის ზუსტი ანალოგია კვანტური ზენონის ეფექტისა, რადგან ტვინი არ არის იზოლირებული კვანტური სისტემა, მაგრამ პრინციპი მსგავსია. დაკვირვების აქტი, ყურადღების აქტი გავლენას ახდენს სისტემის ევოლუციაზე. ზედმეტი დაკვირვება შეიძლება გაკინოს სისტემა. არასაკმარისი დაკვირვება შეიძლება დატოოს ის ქაოსში. ასე რომ აქამდე ჩვენ ვნახეთ, ვენ ვნახეთ. პირველი, კვანტური მექანიკა გვიჩვენებს, რომ დაკვირვება ცვლის რეალობას ფუნდამენტურ დონეზე. ელექტრონი არსებობს როგორც ალბათობის ტალღა, სანამ არ დააკვირდებით, მაშინ ის კოლაფსირდება კონკრეტულ მდგომარეობაში. მეორე, ტვინი, რომელიც შედგება ატომებისგან და მოლეკულებისგან, თავად არის კვანტური სისტემა ფუნდამენტურ დონეზე. თითოეული აზრი, თითოეული აღქმა, თითოეული გადაწყვეტილება მოიცავს კვანტურ პროცესებს. მესამე, ყურადღება, აქტი დაკვირვებისა, ფიზიკურად ცვლის ტვინის აქტივობას. ის ამძაფრებს გარკვეულ ნეირონულ ნიმუშებს და ახშობს სხვებს. ის კოლაფსირებს ალბათობების სპექტრს ერთ კონკრეტულ გამოცდილებაში. მეოთხე, მოლოდინი. აქტი დაკვირვებისა გარკვეულ შედეგზე. იწვევს რეალურ ფიზიკურ ცვლილებებს სხეულში. პლაცებო ეფექტი არის მტკიცებულება იმისა, რომ ის, რასაც თქვენ მოელით, ცვლის ის, რასაც თქვენ განიცდით. ახლა მოდის გადამწყვეტი კითხვა. თუ ყურადღება ცვლის ტვინს და ტვინი ქმნის აღქმას და აღქმა არის ის, რასაც ჩვენ უწოდებთ რეალობას, მაშინ რა არის რეალობა? არის ეს რაღაც იქ გარეთ, დამოუკიდებელი ჩვენგან? თუ არის ეს რაღაც, რასაც ჩვენ ქმნით ჩვენი დაკვირვებით, ჩვენი ყურადღებით, ჩვენი მოლოდინებით, კვანტური მექანიკა გვთავაზობს რადიკალურ პასუხს. ორივე. არსებობს ობიექტური რეალობა, ტალღური ფუნქცია, ალბათობების სპექტრი, ყველა შესაძლო მდგომარეობა ერთდროულად. მაგრამ ის რეალობა, რომელსაც ჩვენ განვიცდით, კონკრეტული, განსაზღვრული, ერთადერთი რეალობა, იქმნება დაკვირვების აქტით. და თუ ეს მართალია კვანტურ დონეზე, შეიძლება თუ არა ეს იყოს მართალი უფრო მაღალ დონეებზეც. შეიძლება თუ არა ის, რაზეც ჩვენ ვფოკუსირდებით, ის, რასაც ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას, მართლაც ქმნის ჩვენს რეალობას. ეს არ არის მისტიკა, ეს არ არის მიზიდულობის კანონი. ეს არის პირდაპირი შედეგი ორი მეცნიერული ფაქტისა. პირველი, კვანტური მექანიკა გვიჩვენებს, რომ დაკვირვება ცვლის რეალობას. მეორე, ნეირომეცნიერება გვიჩვენებს, რომ ყურადღება ცვლის ტვინს და ტვინი ქმნის აღქმას. მაგრამ აქ არის უფრო ღრმა კითხვა. თუ ჩვენი ყურადღება ქმნის ჩვენს რეალობას, მაშინ ეს რეალობას, მაშინ რა ქმნის ჩვენს ყურადღებას? რა განსაზღვრავს ის, რაზეც ჩვენ ვფოკუსირდებით? და შეგვიძლია თუ არა ჩვენ ვისწავლოთ კონტროლი ჩვენი ყურადღებისა და შესაბამისად ჩვენი რეალობის. ეს კითხვები გვიყვანს უფრო ღრმა ტერიტორიაზე. ტერიტორიაზე, სადაც ფიზიკა ხვდება ფსიქოლოგიას, სადაც მეცნიერება ხვდება ფილოსოფიას,
სადაც ობიექტური რეალობა ხვდება სუბიექტურ გამოცდილებას. 1 წამი. ეს არის დრო, რომელიც სჭირდება თქვენს გულს ერთხელ დასცემოდეს. ეს არის დრო, რომელიც სჭირდება სინათლეს გაიაროს 300,000 კილომეტრი. ეს არის დრო, რომელიც სჭირდება თქვენს ტვინს მიიღოს გადაწყვეტილება, გააგრძელოს ამ წინადადების კითხვა თუ შეწყვიტოს. მაგრამ ამ 1 წამში თქვენს ტვინში ხდება 100 ტრილიონი სინაფსური ტრანსმისია. 100 ტრილიონი მომენტი, როცა ერთი ნეირონი გადაწყვეტს გაუგზავნოს სიგნალი მეორეს. თითოეული ამ გადაწყვეტილებიდან მოიცავს მილიონობით მოლეკულურ მოვლენას. თითოეული ამ მოვლენიდან მოიცავს მილიენდობით მოიცავს მილიარდობით კვანტურ ურთიერთქმედებას. ეხლა გავაფართოვოთ ეს. 1 დღე 84,400 წამი. ამ დროის განმავლობაში თქვენი ტვინი ასრულებს დაახლოებით 8 ხარისხში 18 სინაფსური ტრანსმისია. ეს არის რიცხვი ისეთი დიდი, რომ თუ თქვენ დაიწყებდით მის დათვლას დაბადებიდიდან, თქვენ ვერ დაასრულებდით მთელი სიცოცხლის განმავლობაში. 1 წელი 365 დღე. 1 ათწლეული 3645 დღე. 1 სიცოცხლე დაახლოებით 30,000 დღე თუ გერირსებათ. და თითოეულ ამ დღეში, თითოეულ ამ წამში თქვენი ტვინი აკეთებს არჩევანს. რაზე გაამახვილოს ყურადღება, რა იგნორირება, რა ინტერპრეტაცია. და თითოეული ამ არჩევანიდან, თითოეული ამ დაკვირვებიდან ქმნის თქვენს რეალობას. 2012 წელს მეთიუ კილინგსვორთმა და დენიელ გილბერტმა, ფსიქოლოგებმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, გამოაქვეყნეს კვლევა, რომელმაც შეაშფოთა ფსიქოლოგიის სამყარო. მათ გამოიკვლიეს 2055 ადამიანი, ყველა ასაკის, ყველა პროფესიის, ყველა ქვეყნიდან. მათ კითხეს მარტივი კითხვები. რას აკეთებთ ახლა? რაზე ფიქრობთ? ბედნიერი ხართ? შედეგი იყო გასაოცარი. ადამიანები ატარებენ 47%-ს თავიანთი ფხიზელი დროისა, არა იმაზე ფიქრებით, რასაც ისინი აკეთებენ, არამედ რაღაც სხვაზე. თითქმის ნახევარი თქვენი სიცოცხლისა გადის იმაში, რომ თქვენი ყურადღება არ არის აქ, ეხლა, ამ მომენტში. ის არის წარსულში, მომავალში, ალტერნატიულ რეალობებში, რომლებიც არასოდეს მოხდება. და აქ არის გადამწყვეტი აღმოჩენა. ადამიანები, რომელთა გონება მოხეტიალე იყო, იყვნენ ნაკლებად ბედნიერები ვიდრე ისინი, რომელთა ყურადღება იყო ფოკუსირებული მიმდინარე მომენტზე. ეს იყო მართალი, მიუხედავად იმისა, რას აკეთებდნენ ისინი. ადამიანები, რომლებიც ფოკუსირებულები იყვნენ მოსაბეზრებელ დავალებაზე, იყვნენ უფრო ბედნიერები ვიდრე ადამიანები, რომელთა გონება მოხეტიალე იყო სასიამოვნო აქტივობის დროს. რატომ? რადგან ის, რაზეც თქვენ ფოკუსირდებით, ხდება თქვენი რეალობა. როცა თქვენი ყურადღება არის აქ, ეხლა, თქვენ ცხოვრობთ ერთ რეალობაში, რომელიც რეალურად არსებობს. როცა თქვენი ყურადღება არის სადღაც სხვაგან, თქვენ ცხოვრობთ სიმულაციაში, რეალობაში, რომელსაც თქვენი ტვინი ქმნის, მაგრამ რომელიც არ არსებობს გარეთ თქვენი თავის. 1955 წლებში დონალდ ჰებმა, კანადელმა ფსიქოლოგმა, ჩამოაყალიბა პრინციპი, რომელიც ახლა ცნობილია როგორც ჰების კანონი. 18 ნეირონები, რომლებიც ერთად ისროლებენ, ერთად უერთდებიან. ეს მარტივი წინადადება აღწერს ფუნდამენტურ მექანიზმს, რომლითაც თქვენი ტვინი იცვლება გამოცდილების საფუძველზე. წარმოიდგინეთ 2 ნეირონი, დავარქვათ მათ A და B. თითოეულ ჯერზე, როცა ნეირონი A ააქტიურებს ნეირონ B-ს, კავშირი მათ შორის ოდნავ ძლიერდება. პირველ ჯერზე ეს ძლიერება შეიძლება იყოს უმნიშვნელო, მაგრამ თუ ეს ხდება ხშირად, 10 ჯერ, 100 ჯერ, 1000 ჯერ, კავშირი ხდება ძლიერი. ნეირონი A ხდება უფრო ეფექტური ნეირონი B-ის გააქტიურებაში. ისინი ხდებიან უერთდებიან. ეს არის მექანიზმი, რომლითაც თქვენ სწავლობთ ყველაფერს. როგორ იარო, როგორ ისაუბრო, როგორ იკითხო, როგორ იფიქრო. მაგრამ აქ არის გადამწყვეტი ნაწილი. ეს მექანიზმი არ არჩევს, რას სწავლობთ. ის უბრალოდ ამძაფრებს ის, რასაც თქვენ განმეორებით აკეთებთ. თუ თქვენ განმეორებით ფოკუსირდებით შფოთვაზე, თქვენი ტვინი ხდება უკეთესი შფოთვაში. თუ თქვენ განმეორებით ფოკუსირდებით მადლიერებაზე, თქვენი ტვინი ხდება უკეთესი მადლიერებაში. 2012 წელს ჯუდსონ ბრიუერმა, ფსიქიატრმა ბრაუნის უნივერსიტეტიდან, გამოაქვეყნა კვლევა მოწევებზე, რომლებიც ცდილობდნენ თამბაქოს მიტოვებას. მან აჩვენა, რომ ტრადიციული მეთოდები, ნიკოტინის შემცვლელები, ნებისყოფა, შიშის ტაქტიკა, ჰქონდა დაახლოებით 6%-იანი წარმატების მაჩვენებელი 6 თვის შემდეგ. მაგრამ მან შეიმუშავა ახალი მიდგომა, დაფუძნებული ყურადღებაზე. ბრიუერის მეთოდი იყო მარტივი. ნაცვლად იმისა, რომ ეცადოთ იგნორირება სურვილისა, ან ებრძოლოთ მას, ან შეეშინდეთ მისი, უბრალოდ დააკვირდით მას. როცა სურვილი ჩნდება, შეაჩერეთ. გაითვალისწინეთ ის. სად გძნობთ მას სხეულში? როგორია ის? როგორ იცვლება ის დროთა განმავლობაში?
უბრალოდ დააკვირდით, განსჯის გარეშე, რეაქციის გარეშე. შედეგი 50%-იანი წარმატების მაჩვენებელი 6 თვის შემდეგ თითქმის 7-ჯერ უკეთესი ვიდრე ტრადიციული მეთოდები. რატომ? რადგან ყურადღება ცვლის ნეირონულ ნიმუშს. როცა თქვენ უბრალოდ აკვირდებით სურვილს, ნაცვლად რეაქციისა მასზე, თქვენ ამძლავრებთ ნეირონულ კავშირებს დაკვირვებასა და ცნობიერებას შორის. თქვენ ასუსტებთ კავშირებს სურვილსა და ავტომატურ რეაქციას შორის. ეს არის პირდაპირი მაგალითი იმისა, როგორ ყურადღება ქმნის რეალობას. სურვილი არ ქრება, მაგრამ თქვენი ურთიერთობა მასთან იცვლება. და ეს ცვლილება არის ფიზიკური. ის არის ნეირონული კავშირების ხელახალი კონფიგურაცია თქვენს ტვინში. მაგრამ აქ ჩნდება ღრმა კითხვა. თუ თქვენი ყურადღება ქმნის თქვენს რეალობას, მაშინ რა ქმნის თქვენს ყურადღებას? გაქვთ თუ არა თქვენ თავისუფალი ნება გადაწყვიტოთ, რაზე გაამახვილოთ ყურადღება? თუ თქვენი ყურადღება თავად არის განსაზღვრული წინა ნეირონული ნიმუშებით, რომლებიც შეიქმნა წინა გამოცდილებით, რომელიც თავად იყო განსაზღვრული კიდევ უფრო ადრინდელი ნიმუშებით, 1990 წლებში ბენჯამინ ლიბეტმა, ნეირომეცნიერმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც გააფართოვა ეს კითხვა. მან სთხოვა ადამიანებს შეასრულონ მარტივი მოქმედება, დააჭირონ ღილაკს, ნებისმიერ დროს როცა მათ სურდათ. მან გაზომა მათი ტვინის აქტივობა EEG-ით და სთხოვა მათ აღენიშნათ ზუსტი მომენტი, როცა ისინი გადაწყვიტეს დაეჭირათ ღილაკი. შედეგი იყო შემაშფოთებელი. ტვინის აქტივობა, რომელიც წინასწარმეტყველებდა მოქმედებას, იწყებოდა დაახლოებით 350 მილიწამით ადრე, ვიდრე ადამიანი შეგნებულად გადაწყვეტდა მოქმედებას. ტვინი, როგორც ჩანს, იღებდა გადაწყვეტილებას, ადრე ვიდრე შეგნებული გონება იცოდა ამის შესახებ. ეს ექსპერიმენტი გამოიწვია 10 წლეულების დებატი თავისუფალი ნების შესახებ. ზოგიერთი ფილოსოფოსი და მეცნიერი ამტკიცებდა, რომ ლიბეტის ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ თავისუფალი ნება არის ილუზია. ჩვენი გადაწყვეტილებები იღება ქვეცნობიერი ნეირონული პროცესებით და შეგნებული გამოცდილება არჩევანისა არის მხოლოდ შემდგომი რაციონალიზაცია. მაგრამ სხვები მიუთითებდნენ უფრო ნიუანსირებულ ინტერპრეტაციაზე. 2012 წელს ჯუდით ბუკმა და სუზან პოკეტმა, ფილოსოფოსებმა, გამოაქვეყნეს ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ ლიბეტის ექსპერიმენტი არ ამტკიცებს თავისუფალი ნების არარსებობას. ის უბრალოდ აჩვენებს, რომ ქვეცნობიერი პროცესები იწყება ადრე ვიდრე შეგნებული ცნობიერება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგნებას არ აქვს როლი. ფაქტობრივად ლიბეტის საკუთარი შემდგომი კვლევები აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეცნობიერი პროცესები იწყებენ მოქმედებას, შეგნებულ გონებას აქვს ვეტოს უფლება, უნარი შეაჩეროს მოქმედება ბოლო მომენტში, დაახლოებით 150 მილიწამით მოქმედებამდე. ასე რომ შეიძლება ჩვენ არ ვირჩევთ ჩვენი იმპულსების წარმოშობას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, მოვიქცეთ თუ არა მათზე. და აქ არის კავშირი ყურადღებასთან. ყურადღება არის მექანიზმი, რომლითაც შეგნებული გონება ახდენს გავლენას ქვეცნობიერ პროცესებზე. როცა თქვენ აქცევთ ყურადღებას თქვენს აზრებს, თქვენს იმპულსებს, თქვენს რეაქციებს, თქვენ ქმნით სივრცეს არჩევანისთვის, ვანისთვის. თქვენ ქმნით შესაძლებლობას ვეტოსთვის, ხელახალი მიმართვისთვის, ხელახალი გადაწყვეტისთვის. ექნი გადაწყვეტისთვის. 2012 წელს ამიში ჯჰამ, რომელსაც ჩვენ უკვე ვახსენეთ, გამოაქვეყნეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მხოლოდ 2 კვირა ყურადღების ტრენინგისა, ყოველდღიურად 20 წუთი მედიტაციის, იწვევს გაზომვათ ცვლილებებს ტვინის სტრუქტურაში. კონკრეტულად ის აჩვენებდა გაზრდილ სიმკვრივეს პრეფრონტალურ კორტექსში, ტვინის რეგიონში, რომელიც პასუხისგებელია ყურადღების კონტროლზე, გადაწყვეტილების მიღებაზე, ემოციური რეგულაციაზე. 2 კვირა, 20 წუთი დრეში და თქვენი ტვინის სტრუქტურა იწყებს ცვლილებას. ეს არის ნეიროპლასტიურობის ძალა. მაგრამ აქ არის უფრო ღრმა იმპლიკაცია. თუ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ტვინის სტრუქტურა ყურადღების ტრენინგით და თქვენი ტვინის სტრუქტურა განსაზღვრავს, როგორ აღიქვამთ რეალობას, მაშინ თქვენ ფაქტობრივად ვარჯიშობთ თქვენს უნარში აღიქვათ რეალობა განსხვავებულად. ეს არ არის მეტაფორა. ეს არის ლიტერალური აღწერა იმისა, რაც ხდება. წარმოიდგინეთ 2 ადამიანი, რომლებიც უყურებენ იმავე სცენას. დავთქვათ, ხალხრავალ ქუჩას დატვირთულ საათში. პირველი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ყურადღების ტრენინგი, შეიძლება აღიქვას ქაოსი, სტრესი, გაღიზიანება. მათი ყურადღება ხდება ერთი სტიმულიდან მეორეზე. მანქანის ბიბი, ადამიანის ხმა, ტელეფონის შეტყობინება. ყობინება. მათი ტვინი არის მუდმივ რეაქტიულ რეჟიმში. მეორე ადამიანი, რომელსაც აქვს ყურადღების ტრენინგი, შეიძლება აღიქვას იგივე სცენა სრულიად განსხვავებულად. ისინი შეიძლება შენიშნონ ქაოსი, მაგრამ არ იქნებ გადატანილი მის მიერ. ისინი შეიძლება აირჩიონ ფოკუსირება თავიანთ სუნთქვაზე, ან თავიანთ ნაბიჯებზე,
ან უბრალოდ სენსაციაზე იყვნენ ცოცხალი ამ მომენტში. მათი ტვინი არის უფრო პროაქტიულ რეჟიმში, ნაკლებად რეაქტიულ რეჟიმში. ორივე ადამიანი არის იმავე ფიზიკურ რეალობაში, მაგრამ მათი სუბიექტური გამოცდილება, მათი რეალობა არის რადიკალურად განსხვავებული. და ეს განსხვავება არის პირდაპირი შედეგი მათი ყურადღების ნიმუშებისა, რომლებიც თავად არის პირდაპირი შედეგი მათი ტვინის სტრუქტურისა. 2012 წელს კლიფორდ სარონმა, ფსიქოლოგმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, გამოაქვეყნა კვლევა სამთვიანი მედიტაციის რეტრიტის ეფექტებზე. მონაწილეები ატარებდნენ 3 თვეს ინტენსიურ ყურადღების ტრენინგში, ყოველდღიურად 8 საათი მედიტაციის. შედეგები იყო დრამატული. მონაწილეებმა აჩვენეს გაუმჯობესება ყურადღების კონტროლში, ემოციურ რეგულაციაში, თუნდაც იმუნურ ფუნქციაში. მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენა იყო ეს. მონაწილეებმა აჩვენეს გაზრდილი აქტივობა ტელომერაზაში, ფერმენტში, რომელიც იცავს ტელომერებს, DNA-ის დამცავ თავსაბურავებს ქრომოსომების ბოლოებში. ტელომერების სიგრძე არის ბიომარკერი დაბერებისა. უფრო გრძელი ტელომერები ასოცირდება უფრო ნელ დაბერებასთან და უკეთეს ჯანმრთელობასთან. ეს ნიშნავს, რომ ყურადღების ტრენინგი არ ცვლის მხოლოდ როგორ აღიქვამთ რეალობას, ის ცვლის თქვენს ბიოლოგიურ რეალობას. ის ცვლის როგორ ბერდება თქვენი სხეული, როგორ ფუნქციონირებს თქვენი იმუნური სისტემა, თუნდაც როგორ ექსპრესირდება თქვენი გენები. 2012 წელს რიჩარდ დევიდსონმა და ანტუან ლუცმა, ნეირომეცნიერებმა, გამოაქვეყნეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ერთი დღე ინტენსიური მედიტაციის პრაქტიკისა იწვევს ცვლილებებს გენურ ექსპრესიაში. კონკრეტულად ისინი აჩვენეს შემცირებულ ექსპრესიას გენებში, რომლებიც დაკავშირებულია ანთებასთან და სტრესთან. ეს არის ეპიგენეტიკა, მეცნიერება იმის შესახებ, როგორ გარემო და გამოცდილება ცვლის გენების ექსპრესიას გენური თანმიმდევრობის ცვლილების გარეშე. თქვენი DNA არ იცვლება, მაგრამ რომელი გენები ჩართულია და რომელი გამორთულია, შეიძლება შეიცვალოს გამოცდილების საფუძველზე. და აქ არის გასაოცარი ნაწილი. ყურადღება. აქტი დაკვირვებისა, აქტი ფოკუსირებისა. არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოცდილება, რომელსაც შეუძლია შეცვალოს გენური ექსპრესია. როცა თქვენ აქცევთ ყურადღებას თქვენ სუნთქვას, თქვენ სხეულს, თქვენს აზრებს, თქვენ არ ხართ უბრალოდ დამშვიდება. თქვენ ცვლით მოლეკულურ პროცესებს თქვენს უჯრედებში. 2012 წელს სტივ კოლმა, ბიოლოგმა სტენფორდის უნივერსიტეტიდან, გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ სოციალური გამოცდილება, როგორიცაა სოციალური იზოლაცია ან სოციალური მხარდაჭერა, ცვლის გენურ ექსპრესიას იმუნურ უჯრედებში. ადამიანები, რომლებიც განიცდიდნენ ქრონიკულ სოციალურ სტრესს, აჩვენეს გაზრდილ ექსპრესიას გენებში, რომლებიც ხელს უწყობენ ანთებას და შემცირებულ ექსპრესიას გენებში, რომლებიც ხელს უწყობენ ანტივირუსულ პასუხს. მაგრამ აქ არის გადამწყვეტი ნაწილი. ეს ცვლილებები არ იყო პირდაპირი შედეგი ობიექტი სოციალური სიტუაციისა. ისინი იყო შედეგი სუბიექტური აღქმისა ამ სიტუაციისა. ორი ადამიანი შეიძლება იყვნენ იმავე ობიექტურ სიტუაციაში და ვთქვათ ორივე ცხოვრობენ მარტო. მაგრამ თუ ერთი აღიქვამს ამას როგორც მარტოობას და მეორე აღიქვამს ამას როგორც მარტოობას, მათი გენური ექსპრესია იქნება განსხვავებული. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ აღქმა, რომელიც განისაზღვრება ყურადღებით, ქმნის ბიოლოგიურ რეალობას. არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ რეალობას, არამედ ფიზიკურ, გაზომად, მოლეკულურ რეალობას. ახლა მე ვიცი, რას ფიქრობთ. ეს ყველაფერი ჟღერს როგორც პოზიტიური აზროვნება, როგორც მიზიდულობრალობა, როგორც მიზიდულობის კანონი. როგორც ორც იდეა, რომ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ იფიქროთ თქვენი გზა წარმატებისკენ, ან ჯანმრთელობისკენ, ან ბედნიერებისკენ. და თუ ეს ყველაფერი იყო, მე ვიქნებოდი პირველი სკეპტიკოსი. მაგრამ აქ არის გადამწყვეტი განსხვავება. ჩვენ არ ვსაუბრობთ მაგიურ აზროვნებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ნეირობიოლოგიაზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ყურადღება, არა სურვილი, არა რწმენა, არა ვიზუალიზაცია, არამედ აქტუალური ფიზიკური აქტი ყურადღების. ცვლის ნეირონულ აქტივობას, რაც ცვლის აღქმას, რაც ცვლის ქცევას, რაც ცვლის შედეგებს. 2012 წელს ელენ ლანგერმა, ფსიქოლოგმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნა წიგნი საათის მექანიზმი, სადაც ის აღწერს 10 წლეულების კვლევას იმის შესახებ, რასაც ის უწოდებს ცნობიერებას. აქტი ყურადღების მიქცევას ახალ ინფორმაციას, ახალ პერსპექტივებს, ახალ შესაძლებლობებს. ერთ-ერთ მის ყველაზე ცნობილ ექსპერიმენტში ლანგერმა წაიყვანა ჯგუფი 90 წლის მამაკაცები რეტრიტზე, სადაც ყველაფერი, მუსიკა, ჟურნალები, ტელევიზიის შოუები იყო 20 წლის წინანდელი. მან სთხოვა მათ იცხოვრონ ისე, თითქოს ისინი იყვნენ 20 წლით უფრო ახალგაზრდები. არა უბრალოდ გაიხსენონ წარსული,
არამედ რეალურად იცხოვრონ ისე, თითქოს ეს იყო აცმოა. ერთი კვირის შემდეგ მონაწილეებმა აჩვენეს გაუმჯობესება ფიზიკურ ძალაში, მოქნილობაში, ხედვაში, მოსმენაში, მეხსიერებაში, თუნდაც გარეგნობაში. დამოუკიდებელი შემფასებლები, რომლებმაც შეხედეს მონაწილეების ფოტოებს რეტრიტის წინ და შემდეგ, შეაფასეს მათ როგორც უფრო ახალგაზრდა გამოჩენილები რეტრიტის შემდეგ. როგორ არის ეს შესაძლებელი? ლანგერის ახსნა არის ის, რომ დაბერება არ არის მხოლოდ ბიოლოგიური პროცესი. ის არის ასევე ფსიქოლოგიური პროცესი. როცა ჩვენ ვიწყებთ იფიქროთ ჩვენს თავზე როგორც ხანდაზმულებზე, ჩვენ იწყებთ იქცევით როგორც ხანდაზმულები. ჩვენ იწყებთ ყურადღების მიქცევას ის, რასაც ჩვენ ვერ შეგვიძლია გავაკეთოთ, ნაცვლად იმისა, რასაც ჩვენ შეგვიძლია. იძლია. და ეს ყურადღების ნიმუში ხდება თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველება. მაგრამ როცა ჩვენ ვცვლით ჩვენს ყურადღებას, როცა ჩვენ ვიწყებთ ყურადღების მიქცევას შესაძლებლობებს ნაცვლად შეზღუდვებისა, ჩვენი ფიზიკური რეალობა იწყებს ცვლილებას. არა იმიტომ, რომ ჩვენი გზა ახალგაზრდობისკენ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ყურადღება ცვლის ჩვენს ქცევას, რაც ცვლის ჩვენს ფიზიოლოგიას. ასე რომ, მოდით ჩავყვეთ ეს პრაქტიკულ მექანიზმებად. როგორ ზუსტად ყურადღება ცვლის რეალობას? პირველი მექანიზმი – სელექტიური აღქმა. თქვენი ტვინი იღებს დაახლოებით 11 მილიონ ბიტ სენსორულ ინფორმაციას ყოველ წამს. მაგრამ თქვენი შეგნებული გონება შეიძლება დაამუშავოს მხოლოდ დაახლოებით 240 ბიტი წამში. ასე რომ, თქვენი ტვინი უნდა ირჩევდეს, რა ინფორმაცია მოხვდება შეგნებაში და რა იგნორირდება. ეს არჩევანი არ არის შემთხვევითი. ის განისაზღვრება ყურადღებით. ის, რაზეც თქვენ ფოკუსირდებით, ხდება უფრო ხილული. ის, რასაც თქვენ იგნორირებთ, ქრება ფონში. და დროთა განმავლობაში ეს ნიმუში ხდება ავტომატური. თქვენი ტვინი სწავლობს, რა არის მნიშვნელოვანი და რა არის არამნიშვნელოვანი. თქვენი წინა ყურადღების ნიმუშების საფუძველზე. მეორე მექანიზმი – ინტერპრეტაციული ჩარჩო. თქვენი ტვინი არ ქმნის ზუსტ ასლს რეალობისა. ის ქმნის ინტერპრეტაციას, მოდელს, პროგნოზს. და ეს ინტერპრეტაცია განისაზღვრება თქვენი წინა გამოცდილებით, თქვენი მოლოდინებით, თქვენი რწმენებით. მაგრამ აქ არის გადამწყვეტი ნაწილი. ყურადღება შეიძლება შეცვალოს ინტერპრეტაციული ჩარჩო. როცა თქვენ აქცევთ ყურადღებას რაღაცას ახალ გზით, როცა თქვენ ეძებთ ახალ პერსპექტივას, ახალ ახსნას, ახალ შესაძლებლობას, თქვენი ტვინი იწყებს ინფორმაციის დამუშავებას განსხვავებულად. ის იწყებს ახალი ნიმუშების ხედვას, ახალი კავშირების გააკეთებას, ახალი შესაძლებლობების გენერირებას. მესამე მექანიზმი – ქცევითი გამოხმაურება. ის, რაზეც თქვენ ფოკუსირდებით, გავლენას ახდენს ის, რასაც თქვენ აკეთებთ. თუ თქვენ ფოკუსირდებით საფრთხეებზე, თქვენ უფრო სავარაუდოა იქცეოდეთ თავდაცვით. თუ თქვენ ფოკუსირდებით შესაძლებლობებზე, თქვენ უფრო სავარაუდოა იქცეოდეთ პროაქტიულად. და თქვენი ქცევა თავის მხრივ ცვლის თქვენს გარემოს, რაც ცვლის თქვენს გამოცდილებას, რაც ამძაფრებს თქვენს საწყის ყურადღების ნიმუშს. ეს არის გამოხმაურების მარკუში. ყურადღება ცხება ცვლის აღქმას, რაც ცვლის ქცევას, რაც ცვლის გარემოს, რაც ცვლის გამოცდილებას, რაცაც ცვლის ყურადღებას. და ეს მარკუჟი შეიძლება იყოს ან ვირტუალური, ან ვიციოზური. დამოკიდებულია საწყის ყურადღების ნიმუშზე. მაგრამ ყურადღება არ არის მხოლოდ ინდივიდუალური ფენომენი. ის არის ასევე სოციალური ფენომენი. ის, რაზეც საზოგადოება ფოკუსირდება, ის, რასაც მედია აშუქებს, რასაც პოლიტიკოსები საუბრობენ, რაზეც ადამიანები საუბრობენ, ქმნის კოლექტიურ რეალობას. 2016 წელს ფსიქოლოგებმა აჩვენეს, რომ მედიის გაშუქება ძალადობისა ზრდის აღქმას დანაშაულისა. მიუხედავად იმისა, რომ რეალური დანაშაულის მაჩვენებლები შეიძლება მცირდებოდეს. როცა ადამიანები ხედავენ უფრო მეტ ამბავს ძალადობის შესახებ, ისინი იწყებენ ხედვას ძალადობას ყველგან. მათი ყურადღება ხდება მორგებული საფრთხეებზე და ეს ცვლის მათ ქცევას. ისინი ხდებიან უფრო შიშიანები, უფრო თავდაცვითები, ნაკლებად ნდობით. მაგრამ საპირისპირო ასევე მართალია. როცა მედია ფოკუსირდება პოზიტიურ ამბებზე, ინოვაციებზე, თანამშრომლობაზე, პრობლემების გადაჭრაზე, ადამიანები იწყებენ ხედვას უფრო მეტ შესაძლებლობას. მათი ყურადღება ხდება მორგებული პოტენციალზე და ეს ცვლის მათ ქცევას. ისინი ხდებიან უფრო ოპტიმისტები, უფრო პროაქტიულები, უფრო თანამშრომლობითები. ეს არ არის იგნორირება პრობლემებისა. ეს არის აღიარება, რომ ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირდებით, როგორც ინდივიდები და როგორც საზოგადოება, ქმნის ჩვენს კოლექტიურ რეალობას. თუ ჩვენს ფოკუსირდებით მხოლოდ პრობლემებზე, ჩვენ ვქმნით რეალობას, სადაც პრობლემები არის ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ. თუ ჩვენს ფოკუსირდებით ასევე გადაწყვეტებზე, ჩვენ ვქმნით რეალობას, სადაც გადაწყვეტები ხდება შესაძლებელი. ასე რომ აქამდე ჩვენ ნახეთ. კვანტური მექანიკა გვიჩვენებს, რომ დაკვირვება ცვლის რეალობას ფუნდამენტურ დონეზე.
ნეირომეცნიერება გვიჩვენებს, რომ ყურადღება ცვლის twins, რაც ცვლის აღქმას, რაც ქმნის სუბიექტურ რეალობას. ფსიქოლოგია გვიჩვენებს, რომ ყურადღების ნიმუშები ხდება თვითგანხორციელებადი. ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირდებით, ხდება უფრო ხილული, რაც ამძაფრებს ჩვენს ფოკუსს, რაც ქმნის გამოხმაურების მარკურს. ბიოლოგია გვიჩვენებს, რომ ყურადღება ცვლის არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ რეალობას, არამედ ფიზიკურ რეალობას, ნეირონულ სტრუქტურას, გენურ ექსპრესიას, თუნდაც დაბერების პროცესებს. მაგრამ აქ ჩნდება უფრო ღრმა კითხვა. თუ ყურადღება ასეთი ძლიერი ძალაა, თუ ის მართლაც ქმნის რეალობას, მაშინ რატომ არ ვიყენებთ ჩვენ მას უფრო შეგნებულად? რატომ ვტოვებთ ჩვენს ყურადღებას ავტომატურ ნიმუშებზე, რეაქტიულ რეჟიმებზე, ქვეცნობიერ პროგრამებზე? პასუხი არის ის, რომ ყურადღების კონტროლი არ არის ბუნებრივი. ის არის უნარი, რომელიც უნდა ისწავლოთ, უნდა ივარჯიშოთ, უნდა განავითაროთ. და ეს არის ზუსტად ის, რასაც თანამედროვე მეცნიერება იწყებს გაგებას. როგორ ვასწავლოთ ადამიანებს კონტროლი მათი ყურადღებისა და შესაბამისად მათი რეალობისა. მაგრამ სანამ ჩვენ მივალთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებამდე, ჩვენ უნდა გავიგოთ უფრო ღრმა მექანიზმი. ჩვენ უნდა გავიგოთ არა მხოლოდ როგორ ყურადღება ცვლის რეალობას, არამედ რატომ. რა არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც აკავშირებს კვანტურ დაკვირვებას, ნეირონულ აქტივობას, ფსიქოლოგიურ გამოცდილებას და ფიზიკურ რეალობას. და ამ კითხვაზე პასუხი გვიყვანს უკან კვანტურ მექანიკაში. მაგრამ ეხლა უფრო ღრმა დონეზე. ის გვიყვანს იდეაზე, რომელიც არის ერთდროულად ყველაზე რადიკალური და ყველაზე ფუნდამენტური თანამედროვე ფიზიკაში. იდეა, რომ ინფორმაცია, არა მასა, არა ენერგია, არამედ ინფორმაცია არის ყველაზე ფუნდამენტური რამ სამყაროში. და თუ ინფორმაცია არის ფუნდამენტური, მაშინ დაკვირვება, აქტი ინფორმაციის მიღებისა არ არის პასიური აქტი. ის არის შემოქმედებითი აქტი. ის არის აქტი, აქტი, რომელიც ქმნის რეალობას. მე სრულყოფილად მესმის, რას ფიქრობთ ახლა. ყველაფერი ეს, კვანტური მექანიკა, ტვინის პლასტიურობა, ყურადღების ძალა, ჟღერს როგორც ფსევდომეცნიერება. როგორც ახალი ეპოქის მისტიკა, შეფუთული მეცნიერული ტერმინოლოგიით. და თქვენ მართალი იქნებოდით იყოთ სკეპტიკოსი, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში ათასობით წიგნი და სემინარი გამოჩნდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თქვენი აზრები ქმნიან რეალობას და უმეტესობა მათგანი იყო სრული ბრეთი. მაგრამ აქ არის ის, რასაც ეს ფსევდომეცნიერული მოძრაობები არასოდეს გეტყვით. კვანტური მექანიკა არ ამბობს, რომ თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ თქვენი გზა მილიონობისკენ. ნეირომეცნიერება არ ამბობს, რომ პოზიტიური აზრები განგურნავს კიბოს. ფიზიკა არ ამბობს, რომ სამყარო არის თქვენი პირადი სურვილების აპარატი. რასაც მეცნიერება რეალურად ამბობს, არის ბევრად უფრო ნიუანსირებული და ბევრად უფრო საინტერესო. ის ამბობს, არსებობს ობიექტური რეალობა, დამოუკიდებელი თქვენგან. მაგრამ თქვენი ცდომა ამ რეალობაზე ხობაზე ყოველთვის არის შუამავლობით. თქვენი გრძნობებით, თქვენი twinით, თქვენი ყურადღებით. და ეს შუამავლობა არ არის პასიური. ის აქტიურად ფორმირებს ის, რასაც თქვენ განიცდით როგორც რეალობას. 2012 წელს დონალდ ჰოფმანმა, კოგნიტურ მეცნიერმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, გამოაქვეყნა თეორია, რომელმაც შეაშფოთა როგორც ფიზიკოსები, ასევე ფილოსოფოსები. მისი ინტერფეისის თეორია აღქმის ამტკიცებს, რომ ჩვენი აღქმა არ არის შექმნილი რეალობის ზუსტი ასახვისთვის. ის არის შექმნილი გადარჩენისთვის, რჩენისთვის. წარმოიდგინეთ კომპიუტერის დესკტოპი. თქვენ ხედავთ ხატულებს, ფოლდერებს, ფაილებს, მაგრამ ეს არ არის რეალური სტრუქტურა კომპიუტერის შიგნით. კომპიუტერის შიგნით არის ელექტრონები, ტრანზისტორები, მაგნიტური ველები. დესკტოპი არის ინტერფეისი, გამარტივებული რეპრეზენტაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ურთიერთქმედება რთულ სისტემასთან გაუგებრობის გარეშე ყველა ტექნიკური დეტალის. ჰოფმანი ამტკიცებს, რომ ჩვენი აღქმა მუშაობს იგივე გზით. ჩვენ არ ხედავთ რეალობას, როგორც ის არის. ჩვენ ხედავთ ინტერფეისს, გამარტივებულ რეპრეზენტაციას, რომელიც საშუალებას გვაძლევს ურთიერთქმედება რეალობასთან გადარჩენისთვის საჭირო გზით. წითელი ვაშლი არ არის რეალურად. წითელი არის ინტერფეისის სიმბოლო, რომელიც წარმოადგენს კონკრეტულ ტალღის სიგრძეს სინათლისა, რომელიც თავად არის ელექტრომაგნიტური რხევა, რომელიც თავად არის კვანტური ველის აგზნება. მაგრამ აქ არის გადამწყვეტი ნაწილი. თუ აღქმა არის ინტერფეისი, მაშინ ის, რაზეც თქვენ ფოკუსირდებით ამ ინტერფეისში, რომელ ხატულებს თქვენ აჯერთ, რომელ ფოლდერებს თქვენ ხსნით, განსაზღვრავს თქვენს გამოცდილებას. ორი ადამიანი შეიძლება იყვნენ იმავე ობიექტურ რეალობაში, მაგრამ თუ მათ აქვთ განსხვავებული ინტერფეისები, განსხვავებული ყურადღების ნიმუშები, მათი გამოცდილება იქნება რადიკალურად განსხვავებული. ახლა მოდით წავიდეთ უფრო ღრმად. უფრო ღრმად ვიდრე ნეირონები, უფრო ღრმად ვიდრე ატომები, უფრო ღრმად ვიდრე კვანტური ველები.
მოდით წავიდეთ ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე, რომელიც თანამედროვე ფიზიკა იცნობს. 1955 წელს კლოდ შენონმა, ამერიკელმა მათემატიკოსმა, შექმნა ინფორმაციის მათემატიკური თეორია. შენონი არ ფიქრობდა ფილოსოფიაზე ან ფიზიკაზე, ის ცდილობდა გაეუმჯობესებინა ტელეფონის ხაზები. მაგრამ მისმა მუშაობამ გამოავლინა რაღაც ფუნდამენტური. ინფორმაცია შეიძლება გაიზომოს, დაითვალოს, რაოდენობრივად განისაზღვროს, ისევე როგორც მასა ან ენერგია. 2012 წელს ფიზიკოსები დაიწყეს მიღება ამ იდეის სერიოზულად, არა მხოლოდ საინჟინრო კონტექსტში, არამედ როგორც ფუნდამენტური პრინციპი ფიზიკაში. ჯონ არჩიბალდ უილერმა, ფიზიკოსმა, რომელმაც მუშაობდა ალბერტ აინშტაინთან და ნილს ბორთან, ჩამოაყალიბა ფრაზა "It from bit" is bit-იდან. უილერი ამტკიცებდა, რომ ყველა ფიზიკური რამ, ყველა it, საბოლოოდ წარმოიქმნება ინფორმაციიდან, ბიტიდან. ეს არ არის მეტაფორა, ეს არის ლიტერალური პროპოზიცია. ინფორმაცია არ არის რაღაც, რაც აღწევს ფიზიკურ რეალობას. ინფორმაცია არის ფიზიკური რეალობა. ელექტრონი არ არის ნაწილაკი, რომელსაც აქვს ინფორმაცია. ელექტრონი არის ინფორმაცია, კონკრეტული რაოდენობა კვანტური ინფორმაციისა, ორგანიზებული კონკრეტული გზით. 2012 წელს ანტონ ცაილინგერმა, ავსტრიელმა ფიზიკოსმა, რომელმაც მოიგო ნობელის პრემია 2022 წელს, დაწერა: "ჩვენ ვიცით, რომ ინფორმაცია არის ფიზიკური. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ის, შევინახოთ ის, გადავიტანოთ ის. მაგრამ ახლა ჩვენ ვიწყებთ გაგებას, რომ ფიზიკური არის ინფორმაციული. რეალობა ყველაზე ღრმა დონეზე შეიძლება იყოს არა ნივთიერება, არამედ ინფორმაცია. წარმოიდგინეთ შავი ხვრელი, ყველაზე ექსტრემალური ობიექტი სამყაროში. შავი ხვრელი შთანთქავს ყველაფერს, მასას, ენერგიას, თუნდაც სინათლეს. მაგრამ 1970 წლებში სტივენ ჰოკინგმა აჩვენა, რომ შავი ხვრელები ასევე შთანთქავენ ინფორმაციას. და ეს შექმნა პარადოქსს. თუ ინფორმაცია ქრება შავ ხვრელში, ეს არღვევს კვანტური მექანიკის ფუნდამენტურ პრინციპს. პრინციპს, რომ ინფორმაცია არ შეიძლება განადგურდეს. 2012 წელს ფიზიკოსებმა შესთავაზეს გადაწყვეტა. ინფორმაცია არ ქრება შავ ხვრელში. ის ინახება შავი ხვრელის ზედაპირზე, მოვლენის ჰორიზონტზე, როგორც ჰოლოგრამა. და აქ არის გასაოცარი ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ შავი ხვრელების თვისება. ზოგიერთი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ მთელი სამყარო შეიძლება იყოს ჰოლოგრამა, სამგანზომილებიანი პროექცია ორგანზომილებიანი ინფორმაციისა. ეს არის ჰოლოგრაფიული პრინციპი, ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური იდეა თანამედროვე ფიზიკაში. და თუ ეს მართალია, მაშინ ყველაფერი, რასაც თქვენ განიცდით, თქვენი სხეული, თქვენი აზრები, თქვენი გამოცდილება, არის პროექცია ინფორმაციისა. და დაკვირვება, აქტი ინფორმაციის მიღებისა, არ არის პასიური აქტი. ის არის აქტი, რომელიც ცვლის ინფორმაციულ სტრუქტურას, რაც ცვლის პროექციას, რაც ცვლის რეალობას. მაგრამ რა არის კვანტური ინფორმაცია? როგორ განსხვავდება ის კლასიკური ინფორმაციისგან? კლასიკური ინფორმაცია არის ბიტები, დენულები და ერთიანები. თითოეული ბიტი არის ან 0, ან 1, არასოდეს ორივე. კვანტური ინფორმაცია არის კუბიტები, კვანტური ბიტები. თითოეული კუბიტი შეიძლება იყოს 0, 1 ან სუპერპოზიცია ორივესი ერთდროულად. და აქ არის გადამწყვეტი ნაწილი. როცა თქვენ ზომავთ კუბიტს, თქვენ არ უბრალოდ აღმოაჩენთ რა იყო ის. თქვენ ქმნით ის, რაც ის ხდება. 2012 წელს ფიზიკოსებმა ვენის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა რაღაც გასაოცარი. ისინი შექმნეს 2 დაწყვილებული ფოტონი და გაყვეს ისინი 154 კილომეტრზე. ერთი ფოტონი ვენაში, მეორე კანარის კუნძულებზე. შემდეგ მათ გაზომეს ერთი ფოტონის პოლარიზაცია ვენაში. მყისიერად, სწრაფად ვიდრე სინათლე შეიძლებოდა გაევლო მანძილი მათ შორის. მეორე ფოტონის პოლარიზაცია კანარის კუნძულებზე იცოდა პირველის გაზომვის შესახებ და ეგუებოდა. ეს არის კვანტური გადაბმა. ფენომენი, რომელსაც აინშტაინი უწოდებდა საშინელ მოქმედებას მანძილზე. მაგრამ აქ არის უფრო ღრმა იმპლიკაცია. გადაბმა არ არის მხოლოდ უცნაური თვისება ფოტონებისა. ის არის ფუნდამენტური თვისება კვანტური ინფორმაციისა. და თუ რეალობა ყველაზე ღრმა დონეზე არის კვანტური ინფორმაცია, მაშინ ყველაფერი არის დაბმული ყველაფერთან. არა მისტიკურად, არამედ ფიზიკურად. 2012 წელს ხუან მალდასენამ, არგენტინელმა ფიზიკოსმა, შესთავაზა რადიკალური იდეა. სივრცე დრო თავად შეიძლება იყოს ემერჯენტული თვისება კვანტური გადაბმისა. სივრცე არ არის ფუნდამენტური, ის წარმოიქმნება ურთიერთქმედებიდან დაბმული კვანტური სისტემების. ეს ნიშნავს, რომ მანძილი თქვენსა და სხვა ობიექტს შორის არ არის ფუნდამენტური თვისება რეალობისა. ის არის ემერჯენტული თვისება, რემერჯენტული თვისება, რომელიც წარმოიქმნება იმისგან, თუ რამდენად დაბმული ხართ თქვენ ამ ობიექტთან. და აქ არის კავშირი დაკვირვებასთან.
როცა თქვენ აკვირდებით რაღაცას, თქვენ არ უბრალოდ იღებთ ინფორმაციას მის შესახებ. თქვენ ხდებით დაბმული მასთან. თქვენი კვანტური მდგომარეობა და მისი კვანტური მდგომარეობა ხდება დაკავშირებული. და ეს დაბმა არის ფიზიკური კავშირი, არა მისტიკური, არამედ გაზომვადი, რეალური კავშირი. ეხლა მოდით შევაერთოთ ყველაფერი ეს. კვანტური მექანიკა გვიჩვენებს, რომ დაკვირვება ცვლის რეალობას. ნეირომეცნიერება გვიჩვენებს, რომ ყურადღება ცვლის ტვინს. ინფორმაციის თეორია გვიჩვენებს, რომ რეალობა ყველაზე ღრმა დონეზე შეიძლება იყოს ინფორმაცია. და გადაბმა გვიჩვენებს, რომ დაკვირვება ქმნის ფიზიკურ კავშირს დამკვირვებელსა და დაკვირვებულს შორის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ პასიური დამკვირვებელი რეალობისა. თქვენ ხართ აქტიური მონაწილე. თითოეული დაკვირვება, თითოეული აქტი ყურადღებისა, თითოეული მომენტი შეგნებული ცნობიერებისა არის აქტი, რომელიც ცვლის ინფორმაციულ სტრუქტურას რეალობისა. 2012 წელს ფრიმან დაისონმა, ფიზიკოსმა და მათემატიკოსმა დაწერა: "მე ვარ კვანტური მექანიკის დუალისტი. მე მჯერა, რომ გონება და მატერია არის ორი ცალკე რეალობა, მაგრამ ისინი ურთიერთქმედებენ. და ეს ურთიერთქმედება არის ის, რასაც ჩვენ უწოდებთ დაკვირვებას. მაგრამ შეიძლება ეს წავიდეს უფრო შორს. შეიძლება გონება და მატერია არ არის ორი ცალკე რეალობა. შეიძლება ისინი არის ორი ასპექტი ერთი რეალობისა, ინფორმაციული რეალობისა. მატერია არის ობიექტური ასპექტი, ინფორმაცია, როგორც ის არის, იქ გარეთ. გონება არის სუბიექტური ასპექტი, ინფორმაცია, როგორც ის არის გამოცდილი, აქ შიგნით. და თუ ეს მართალია, მაშინ დაკვირვება არ არის ურთიერთქმედება ორ ცალკე რეალობას შორის. ის არის ერთი რეალობის თვითურთიერთქმედება. ინფორმაცია, რომელიც აკვირდება საკუთარ თავს, რომელიც იცნობს საკუთარ თავს, რომელიც ცვლის საკუთარ თავს. მაგრამ ეს ყველაფერი რჩება აბსტრაქტული, თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვაჩვენოთ პრაქტიკული მტკიცებულება. ასე რომ, მოდით დაუბრუნდეთ ექსპერიმენტებს. არა აზროვნებით ექსპერიმენტებს, არამედ რეალურ, გაზომვად, განმეორებად ექსპერიმენტებს. 2012 წელს ელენ ლანგერმა, რომელსაც ჩვენ უკვე ვახსენეთ, ჩაატარა ექსპერიმენტი სასტუმროს დამლაგებლებზე. ის გაყო მათ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს უთხრა, რომ მათი სამუშაო, საწოლების გაკეთება, იატაკის დალაგება, აბაზანების გაწმენდა, იყო კარგი ვარჯიში. მან აჩვენა მათ, რამდენ კალორიას წვავდნენ ისინი თითოეული დავალებით. მეორე ჯგუფს არაფერი უთხრა. 4 კვირის შემდეგ პირველმა ჯგუფმა, რომელმაც უბრალოდ მიიღო ახალი ინფორმაცია თავიანთი სამუშაოს შესახებ, დაკარგა წონა, შემცირდა სისხლის წნევა, გაუმჯობესდა სხეულის მასის ინდექსი. მეორე ჯგუფი, რომელიც აკეთებდა იგივე ფიზიკურ სამუშაოს, არ აჩვენა ცვლილებები. როგორ არის ეს შესაძლებელი? ორივე ჯგუფი აკეთებდა იგივე ფიზიკურ მოქმედებებს, მაგრამ პირველი ჯგუფი აქცევდა ყურადღებას თავიანთ სამუშაოს როგორც ვარჯიშს, ისინი აკვირდებოდნენ თავიანთ სხეულს განსხვავებული გზით. და ეს ცვლილება ყურადღებაში იწვევდა რეალურ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს. 2012 წელს ალია კრუმმა, ფსიქოლოგმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, ჩაატარა მსგავსი ექსპერიმენტი. მან სთხოვა ადამიანებს შეესრულებინათ მარტივი ფიზიკური ვარჯიში, ბიცეპსის დაკეცვა. ერთ ჯგუფს უთხრა, რომ ეს ვარჯიში ამძლავრებდა მათ ბიცეპს. მეორე ჯგუფს უთხრა, რომ ეს ვარჯიში ამძლავრებდა მათ ტრიცეპს, რაც არ არის მართალი, რადგან ბიცეპსის დაკეცვა არ ვარჯიშობს ტრიცეპს. 6 კვირის შემდეგ პირველმა ჯგუფმა გაზარდა ბიცეპსის ძალა მნიშვნელოვნად. მეორე ჯგუფმა არ აჩვენა ცვლილებები ბიცეპსში მაგში, მაგრამ და აქ არის გასაოცარი ნაწილი, აჩვენა მცირე გაზრდა ტრიცეპსის ძალაში. მათი რწმენა იმის შესახებ, რომელ კუნთს ისინი ვარჯიშობდნენ, გავლენას ახდენდა, რომელი კუნთი რეალურად ძლიერდებოდა. ეს არ არის პლაცებო ეფექტი, სადაც სუბიექტური გამოცდილება იცვლება. ეს არის ობიექტური, გაზომვადი ცვლილება ფიზიკურ სტრუქტურაში. ყურადღება, აქტი, დაკვირვებისა გარკვეულ კუნთზე, როგორც მუშაობაზე, ცვლის როგორ ტვინი აქტივირებს ამ კუნთს, რაც ცვლის როგორ კუნთი იზრდება. მაგრამ ყველაზე ძლიერი მტკიცებულება მოდის არა ინდივიდუალური ექსპერიმენტებიდან, არამედ კოლექტიური ფენომენებიდან. როცა მთელი საზოგადოება ცვლის თავის ყურადღებას, მთელი რეალობა იცვლება. 1990 წლებში ნიუ-იორკის მერმა რუდოლფ ჯულიანიმ დაიწყო პოლიტიკა, რომელსაც ეწოდა გატეხილი ფანჯრების თეორია. იდეა იყო მარტივი. თუ თქვენ ფოკუსირდებით მცირე დანაშაულებზე, გრაფიტი, გატეხილი ფანჯრები, ბილეთების გადახდის გარეშე მგზავრობა მეტროში, თქვენ ქმნით გარემოს, სადაც დიდი დანაშაულები ნაკლებად სავარაუდოა. 10 წლის განმავლობაში ნიუ-იორკის დანაშაულის მაჩვენებელი შემცირდა 76%-ით. მკვლელობები შემცირდა 74%-ით. ეს იყო ყველაზე დრამატული შემცირება დანაშაულისა ნებისმიერ დიდ ამერიკულ ქალაქში. რა მოხდა? ზოგიერთი კრიმინოლოგი ამტკიცებს, რომ ეს იყო უბრალოდ ეკონომიკური ფაქტორები ან დემოგრაფიული ცვლილებები, მაგრამ სხვები მიუთითებენ, რომ რაღაც უფრო ღრმა მოხდა.
კოლექტიური ყურადღება შეიცვალა. როცა პოლიცია დაიწყო ყურადღების მიქცევას მცირე დანაშაულებზე, მოქალაქეები დაიწყეს ყურადღების მიქცევას მცირე დანაშაულებზე. მედია დაიწყო ყურადღების მიქცევას მცის მიქცევას მცირე დანაშაულებზე. და ეს კოლექტიური ყურადღება შექმნა ახალ სოციალურ რეალობას. რეალობას, სადაც დანაშაული იყო ნაკლებად მისაღები, ნაკლებად ნორმალური, ნაკლებად სავარაუდო. 2012 წელს რობერტ სამპოლსკიმ, ნეიროენდოკრინოლოგმა სტენფორდის უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნა კვლევა ბაბუინების ჯგუფის ჯგუფზე კენიაში. ამ ჯგუფში ყველაზე აგრესიული მამრები, ალფა მამრები, რომლებიც აკონტროლებდნენ ჯგუფს ძალადობით, მოკვდნენ ტუბერკულოზისგან, რომელიც მათ მიიღეს დაბინძურებული საკვების ჭამით. რა მოხდა შემდეგ? იყო გასაოცარი. ჯგუფის კულტურა სრულიად შეიცვალა. ნაკლებად აგრესიული მამრები, რომლებიც გადარჩნენ, შექმნეს ახალ სოციალურ სტრუქტურას, უფრო თანამშრომლობით, ნაკლებად იერარქიულ, უფრო ემპათიურ. და ეს ახალი კულტურა გაგრძელდა თაობებს. ახალი მამრები, რომლებიც შემოვიდნენ ჯგუფში, ისწავლეს ახალ ნორმებს და მიიღეს ისინი. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ სოციალური რეალობა არ არის ფიქსირებული. ის არის ემერჯენტული თვისება კოლექტიური ყურადღებისა, კოლექტიური ქცევისა, კოლექტიური მოლოდინებისა. როცა კოლექტიური ყურადღება იცვლება, როცა ჯგუფი იწყებს დაკვირვებას განსხვავებულ ნორმებზე, განსხვავებულ ქცევებზე, განსხვავებულ შესაძლებლობებზე, სოციალური რეალობა იცვლება. მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ფუნდამენტურ კითხვას. რამდენად შორს მიდის ეს? თუ დაკვირვება რეალურად ცვლის რეალობას, თუ ყურადღება რეალურად ქმნის გამოცდილებას, თუ კოლექტიური ფოკუსი რეალურად ფორმირებს სოციალურ სტრუქტურებს, მაშინ რა არის ლიმიტები? რა არის ის, რასაც ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ყურადღებით? და აქ მეცნიერება ხდება მოკრძალებული. ჩვენ ვიცით, რომ დაკვირვება ცვლის კვანტურ სისტემებს. ჩვენ ვიცით, რომ ყურადღება ცვლის ნეირონულ აქტივობას. ჩვენ ვიცით, რომ მოლოდინი ცვლის ფიზიოლოგიურ პროცესებს. ჩვენ ვიცით, რომ კოლექტიური ფოკუსი ცვლის სოციალურ რეალობებს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რატომ. ჩვენ არ ვიცით ზუსტი მექანიზმი, რომლითაც შეგნებული დაკვირვება ურთიერთქმედებს კვანტურ სისტემებთან. ჩვენ არ ვიცით, როგორ სუბიექტური გამოცდილება წარმოიქმნება ობიექტური ნეირონული პროცესებიდან. ჩვენ არ ვიცით, რა არის შეგნება, საიდან მოდის ის, რატომ არსებობს ის. 2012 წელს დევიდ ჩალმერსმა, ფილოსოფოსმა, ჩამოაყალიბა ის, რასაც ის უწოდებს რთულ პრობლემას შეგნებისა. ადვილი პრობლემები არის კითხვები, როგორიცაა, როგორ ამუშავებს ტვინი ინფორმაციას, როგორ აკონტროლებს ის ქცევას, როგორ ინტეგრირებს ის სენსის სენსორულ მონაცემებს. ეს არის რთული კითხვები, მაგრამ ისინი არის პრინციპში პასუხისმიებელი. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ მეცნიერება საბოლოოდ პასუხობს მათ. რთული პრობლემა არის, რატომ არსებობს სუბიექტური გამოცდილება? რატომ არის რაღაცაც როგორც იყო შეგნებული არსება? რატომ არ ვართ ჩვენ უბრალოდ ზომბები, სისტემები, რომლებიც ამუშავებენ ინფორმაციას და აკონტროლებენ ქცევას ყოველგვარი შინაგანი გამოცდილების გარეშე? და ამ კითხვაზე მეცნიერება ჯერ კიდევ არ აქვს პასუხი. ჩვენ გვაქვს თეორიები, ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია, გლობალური სამუშაო სივრცის თეორია, კვანტური შეგნების თეორია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დადასტურებული. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის შეგნება. მაგრამ აქ არის ის, რასაც ჩვენ ვიცით. შეგნება, რაც არ უნდა იყოს ის, აქვს რეალური ეფექტი ფიზიკურ სამყაროზე. ის არ არის ეპიფენომენი, უბრალოდ გვერდითი პროდუქტი ტვინის აქტივობისა, რომელსაც არ აქვს გაუზალური ძალა. ის არის აქტიური აგენტი, რაღაც, რაც ცვლის ნეირონულ აქტივობას, რაც ცვლის ფიზიოლოგიურ პროცესებს, რაც შეიძლება თუნდაც ცვლის კვანტურ სისტემებს. და თუ შეგნება აქვს გაუზალური ძალა, მაშინ ის, რაზეც ჩვენ ვფოკუსირდებით ჩვენი შეგნებით, ის, რასაც ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას, რეალურად ქმნის განსხვავებას. არა მაგიურად, არამედ ფიზიკურად, არა მისტიკურად, არამედ გაზომვადად. ასე რომ აქ ჩვენ ვართ, ამ მომენტში, ამ რეალობაში. თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს. თქვენი თვალები იღებენ ფოტონებს. თქვენი ტვინი ამუშავებს ინფორმაციას. თქვენი შეგნება განიცდის გამოცდილებას. და ყველა ეს, ფოტონები, ნეირონები, ინფორმაცია, გამოცდილება, არის ნაწილი ერთი ურთიერთდაკავშირებული პროცესისა. თქვენ არ ხართ უბრალოდ დამკვირვებელი ამ პროცესისა. თქვენ ხართ მონაწილე. თითოეული აქტი დაკვირვებისა, თითოეული მომენტი ყურადღებისა, თითოეული არჩევანი ფოკუსისა არის აქტი, რომელიც ცვლის პროცესს. არა დრამატულად, არა მაგიურად, მაგრამ რეალურად. ჯონ არჩიბალდ უილერი, ფიზიკოსი, რომელმაც შექმნა ტერმინი შავი ხვრელი და მუშაობდა ატომური ბომბის პროექტზე, თავის ცხოვრების ბოლოს დაწერა: ჩვენ ცხოვრობთ მონაწილეობით სამყაროში. ჩვენ არ ვართ უბრალოდ დამკვირვებლები.
ჩვენ ვართ თანაშემქმნელები. თითოეული აქტი დაკვირვებისა არის აქტი შექმნისა. ეს არ არის მისტიკა. ეს არ არის რის რელიგია. ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რასაც მეცნიერება გვიჩვენებს. რეალობა არ არის ფიქსირებული, სტატიკური, დამოუკიდებელი რამ, იქ გარეთ. რეალობა არის დინამიური, ინტერაქტიული, მონაწილეობითი პროცესი. და ჩვენი დაკვირვებები, ჩვენი ყურადღება, ჩვენი შეგნება ვართ ნაწილი ამ პროცესისა. მაგრამ აქ ჩნდება საბოლოო კითხვა. თუ ჩვენ ვართ თანაშემქმნელები რეალობისა, მაშინ რა პასუხისგებლობა გვაქვს? თუ ჩვენი ყურადღება ქმნის ჩვენს გამოცდილებას, თუ ჩვენი კოლექტიური ფოკუსი ქმნის ჩვენ სოციალურ რეალობას, მაშინ როგორ უნდა ავირჩიოთ, რაზე გავამახვილოთ ყურადღება? რა არის ის, რაც ღირს დაკვირვებისა? რა არის ის, რაც ღირს შექმნისა? ეს კითხვები გვიყვანს მიღმა მეცნიერებისა. ისინი გვიყვანს ფილოსოფიაში, ეთიკაში, მნიშვნელობაში. და ეს არის ის, რაც რჩება ჩვენთვის გასაკვლევად. არა როგორ მუშაობს რეალობა, არამედ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ რეალობაში. როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ძალა დაკვირვებისა, ჩვენი ძალა ყურადღებისა, ჩვენი ძალა შეგნებისა. რადგან ბოლოს და ბოლოს ყველაზე ღრმა მეცნიერული აღმოჩენა არ არის ახალი ფაქტი ან ახალი თეორია. ის არის ახალი გაგება ჩვენი საკუთარი როლისა. გაგება, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ პასიური მაყურებლები კოსმიური დრამისა, არამედ აქტიური მონაწილეები, თანაავტორები, თანაშემქმნელები რეალობისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობ. ასე რომ, აქ ჩვენ ვართ. ჩვენ გავიარეთ გზა კვანტური ნაწილაკებიდან ნეირონებამდე, ინფორმაციიდან შეგნებამდე, ინდივიდუალური აღქმიდან კოლექტიურ რეალობამდე. ჩვენ ვნახეთ, რომ დაკვირვება ცვლის რეალობას, არა მეტაფორულად, არამედ ფიზიკურად. ჩვენ ვნახეთ, რომ ყურადღება ქმნის გამოცდილებას, არა მისტიკურად, არამედ გაზომვადად. მაგრამ ეხლა დგება კითხვა, რომელიც უფრო ღრმაა ვიდრე ყველა ექსპერიმენტი, უფრო ფუნდამენტური ვიდრე ყველა თეორია. რატო? რატო არის სამყარო ასეთი, რომ დაკვირვება აქვს მნიშვნელობა? რატო არის შეგნება, ეს უცნაური, სუბიექტური, აუხსნელი ფენომენი, ჩართული ფიზიკის ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე? 1990 წლებში ფრიმან დაისონმა დაწერა. რაც უფრო მეც ვსწავლობ სამყარონკაროს, მით უფრო მეტად მეჩვენება, რომ სამყარო იცოდა, რომ ჩვენ მოვალთ. ეს არ იყო რელიგიური განცხადება. ეს იყო დაკვირვება ფიზიკოსისგან, რომელმაც მთელი სიცოცხლე გაატარა ფუნდამენტური კანონების შესწავლაში. დაისონი ხედავდა რაღაც უცნაურს. ფიზიკის კონსტანტები, გრავიტაციის ძალა, ელექტრომაგნიტური ურთიერთმედების სიძლიერე, ელექტრონის მასა. ყველა მათგანი არის ზუსტად იმ მნიშვნელობებზე, რომლებიც საშუალებას აძლევს შეგნებას არსებობდეს. შეცვალეთ ეს კონსტანტები 1%-ით, მხოლოდ 1%-ით და ვარსკვლავები ვერ ჩამოყალიბდებოდნენ. ან ატომები ვერ შეიქმნებოდნენ, ან ქიმია ვერ იმუშავებდა, ან სიცოცხლე ვერ განვითარდებოდა. სამყარო, როგორც ჩანს, არის მორგებული შეგნებისთვის. მაგრამ რატო? ერთი პასუხი არის ანთროპული პრინციპი. ჩვენ ვაკვირდებით სამყაროს, რომელიც საშუალებას გვაძლევს არსებობდეთ, რადგან თუ სამყარო არ იქნებოდა ასეთი, ჩვენ არ ვიქნებოდით აქ დასაკვირვებლად. ეს არის ლოგიკური, მაგრამ ის არ პასუხობს ღრმა კითხვას. რატომ არსებობს რაიმე? რატომ არის სამყარო, რომელიც საშუალებას აძლევს დამკვირვებლებს არსებობდეს? მეორე პასუხი არის მრავალსამყაროს ჰიპოთეზა. არსებობს უსასრულო რაოდენობის სამყაროები ყველა შესაძლო კონსტანტებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთში, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა სწორი. მაგრამ ეს მხოლოდ გადადებს კითხვას. რატომ არსებობს მრავალსამყარო? რატომ არის რაიმე ნაცვლად არაფრისა? მესამე პასუხი არის ყველაზე რადიკალური და ყველაზე ძველი. ის მოდის არა თანამედროვე ფოვე ფიზიკიდან, არამედ უძველესი ფილოსოფიიდან, აღმოსავლური ტრადიციებიდან, მისტიკური გამოცდიდან. იდეა, რომ შეგნება არ არის პროდუქტი სამყაროსი. შეგნება არის სამყარო. ან ამყარო. ან უფრო ზუსტად, სამყარო არის პროცესი, რომლითაც შეგნება იცნობს საკუთარ თავს. 2500 წლის წინ ბუდამ, არა როგორც ღმერთმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელიც ეძებდა ჭეშმარიტებას, ჩამოაყალიბა იდეა, რომელიც გასაოცრად რეზონირებს თანამედროვე კვანტურ მექანიკასთან. მან თქვა, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვართ, არის ჩვენი აზრების შედეგი. არა იმიტომ, რომ აზრები მაგიურად ქმნიან რეალობას, არამედ იმიტომ, რომ ის, რაზეც ჩვენ ვფოკუსირდებით, ხდება ჩვენი გამოცდილება. და ჩვენი გამოცდილება არის ერთადერთი რეალობა, რომელსაც ჩვენ ოდესმე ვიცნობთ. 2000 წლის წინ ნაგარჯუნამ, ინდოელმა ფილოსოფოსმა, შეიმუშავა კონცეფცია შუნიატა, ცარიელობა. მაგრამ ეს არ იყო ცარიელობა როგორც არაფერი. ეს იყო ცარიელობა როგორც პოტენციალურობა, იდეა, რომ რეალობა არ არის შედგენილი ფიქსირებული დამოუკიდებელი საგნებისგან. რეალობა არის ქსელი ურთიერთდამოკიდებული ურთიერთობებისა.
არაფერი არ არსებობს თავისთავად. ყველაფერი არსებობს ურთიერთობაში. ეს ჟღერს ზუსტად როგორც კვანტური გადაბმა. ორი ნაწილაკი, რომლებიც ოდესმე იყვნენ ერთად, რჩებიან დაკავშირებულების ამუდამოდ. მათი თვისებები არ არის მათში. ისინი არის რის ურთიერთობაში მათ შორის. და როცა თქვენ აკვირდებით ერთს, თქვენ ცვლით ორივეს, რადგან დაკვირვება თავად არის ურთიერთობა. 1930 წლებში ვერნერ ჰაიზენბერგი, კვანტური მექანიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იყო ღრმად გავლენილი აღმოსავლური ფილოსოფიით. მან დაწერა: რაც ჩვენ ვაკვირდებით, არ არის ბუნება თავისთავად, არამედ ბუნება, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კითხვის მეთოდს. ეს იყო ეხო ბუდისტური იდეისა. რეალობა არ არის დამოუკიდებელი დამკვირვებლისგან. რეალობა წარმოიქმნება ურთიერთქმედებაში. მაგრამ აქ არის გადამწყვეტი განსხვავება დასავლურ მეცნიერებასა და აღმოსავლურ ფილოსოფიას შორის. მეცნიერება ითხოვს მტკიცებულებას, ის ითხოვს ექსპერიმენტებს, გაზომვებს, განმეორებადობას. და ეს არის ის, რაც ჩვენ ნახეთ. მტკიცებულება, რომ დაკვირვება ცვლის რეალობას, არ არის მისტიკური ინტუიცია. ეს არის ექსპერიმენტული ფაქტი. მაგრამ ფილოსოფია გთავაზობს რაღაცას, რასაც მეცნიერება ვერ გვაძლევს. ჩარჩოს მნიშვნელობისთვის. მეცნიერება გვიჩვენებს, როგორ მუშაობს რეალობა. ფილოსოფია ეხმარება ჩვენ გავიგოთ, რას ნიშნავს ეს ჩვენი ცხოვრებისთვის. მაგრამ სანამ ჩვენ წავალთ მნიშვნელობაში, ჩვენ უნდა ვიყოთ აბსოლუტურად მკაფიო იმის შესახებ, რასაც ჩვენ არ ვიცით. რადგან ჩვენ ვიცით ბევრი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი. და სხვაობა არის გადამწყვეტი. ჩვენ არ ვიცით რა არის შეგნება. ჩვენ ვიცით, რომ ის კორელირებს ნეირონულ აქტივობასთან. ჩვენ ვიცით, რომ ის გავლენას ახდენს ფიზიკურ პროცესებზე. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს სუბიექტური გამოცდილება. ჩვენ არ ვიცით, როგორ ელექტრული იმპულსები ნეირონებში ხდება გრძნობა წითელი სხილვისა, ან გემოყავისა, ან გრძნობა სიყვარულისა. ჩვენ არ ვიცით, რა ზუსტად იწვევს ტალღური ფუნქციის კოლაფსს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ხდება, როცა ჩვენ ვაკვირდებით, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა არის დაკვირვება ფუნდამენტურ დონეზე. არის ეს ნებისმიერი ფიზიკური ურთიერთქმედება? არის ეს მხოლოდ ურთიერთქმედება მაკროსკოპულ სისტემასთან? არის ეს რაღაც, რაც მოითხოვს შეგნებას? ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს რაიმე. ჩვენ შეგვიძლია აღწეროთ, როგორ ევოლუციონირებს სამყარო დიდი აფეთქებიდან. ჩვენ შეგვიძლია აღწეროთ, როგორ ყალიბდება ვარსკვლავები, როგორ წარმოიქმნება სიცოცხლე, როგორ ვითარდება შეგნება. მაგრამ ჩვენ ვერ უპასუხებთ, რატომ იყო დიდი აფეთქება. რატომ არსებობს ფიზიკის კანონები? რატომ არის რაიმე ნაცვლად არაფრისა? 2012 წელს მარტინ რისმა, ბრიტანელმა ასტროფიზიკოსმა და სამეფო ასტრონომმა დაწერა: ჩვენ შეიძლება ვიყოთ პირველი თაობა ადამიანების ისტორიაში, რომელსაც აქვს რეალისტური იმედი გაიგოს სამყაროს წარმოშობა. მაგრამ ჩვენ ასევე შეიძლება ვიყოთ ბოლო თაობა, რომელიც ფიქრობს, რომ ეს კითხვა აქვს პასუხს. რატომ? რადგან რაც უფრო ღრმად ვიკვლევთ, მით უფრო მეტ საიდუმლოებას ხვდებით. ბნელი მატერია, რაღაც რაც შეადგენს 27% სამყაროსი, მაგრამ რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვეხებით, ვერ პირდაპირ ზომავთ. ბნელი ენერგია, რაღაც რაც შეადგენს 70% სამყაროსი და იწვევს მის დაჩქარებულ გაფართოებას, მაგრამ რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცით, ყველა ატომი, ყველა ვარსკვლავი, ყველა გალაქტიკა, ყველა ადამიანი შეადგენს მხოლოდ 5% სამყაროსი. 95% არის რაღაც, რასაც ჩვენ არ გვესმის. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ჩვენი სამყარო ერთადერთი. მრავალ სამყაროს თეორია. იდეა, რომ არსებობს უსასრულო რაოდენობის სამყაროები, ყველა შესაძლო ფიზიკის კანონებით, არის მათემატიკურად თანმიმდევრული. მაგრამ ის შეიძლება იყოს პრინციპულად შეუმოწმებელი. როგორ შეგიძლია დააკვირდეთ სამყაროს, რომელიც არ ურთიერთქმედებს ჩვენსთან? ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა დრო ფუნდამენტური. ზოგიერთი ფიზიკური თეორია, როგორიცაა მარკუჟოვანი კვანტური გრავიტაცია, ვარაუდობს, რომ დრო არის ემერჯენტული თვისება, რაღაც რაც წარმოიქმნება უფრო ფუნდამენტური, უდროო რეალობიდან. მაგრამ როგორ შეიძლება იყოს რეალობა დროის გარეშე? როგორ შეიძლება იყოს არსებობა ცვლილების გარეშე? ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა თავისუფალი ნება რეალური. ჩვენ ვიცით, რომ ქვეცნობიერი პროცესები იწყებენ ადრე ვიდრე შეგნებული გადაწყვეტილებები. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ შეგნებულ ყურადღებას შეუძლია შეცვალოს ეს პროცესები. ასე რომ გვაქვს თუ არა ჩვენ თავისუფალი ნება? ან ჩვენ ვართ დეტერმინირებული სისტემები, რომლებსაც აქვთ ილუზია არჩევანისა? ან შეიძლება კითხვა თავად არის არასწორად ჩამოყალიბებული? გახსოვთ როგორ დავიწყეთ? ახლავე ამ წამში, როცა ამ სიტყვებს კითხულობთ, თქვენი ტვინი ქმნის რეალობას. ახლა ამ მომენტში, ამ წინადადების ბოლოს, თქვენ იცით რას ნიშნავს ეს. არა მაგიურად, არა მისტიკურად, არამედ ფიზიკურად,
ნად ნეირობიოლოგიურად, ინფორმაციულად. თქვენი თვალები იღებენ ფოტონებს, კვანტურ ნაწილაკებს, რომლებიც იყვნენ სუპერპოზიციაში, სანამ არ მოხვდნენ თქვენს ბადურაში. თქვენი ნეირონები ასროლებენ ელექტრული იმპულსები, რომლებიც წარმოიქმნება კვანტური პროცესებიდან სინაფსებში. თქვენი ტვინი ქმნის ნიმუშებს, ინტეგრირებს ინფორმაციას, აკეთებს პროგნოზებს, ქმნის მოდელს რეალობისა. და თქვენი შეგნება, ეს უცნაური, აუხსნელი, ფუნდამენტური ფენომენი, განიცდის ამ ყველაფერს როგორც ერთიან გამოცდილებას. არა როგორც ფოტონებს და ნეირონებს და ნიმუშებს, არამედ როგორც მნიშვნელობას, როგორც გაგებას, როგორც ამ მომენტს, აქ, ეხლა. და ეს მომენტი, ეს კონკრეტული, უნიკალური, ერთჯერადი მომენტი, არასოდეს არსებობდა ადრე და არასოდეს იარსებებს ისევ. ის არის შექმნილი ურთიერთქმედებაში თქვენი შეგნებისა და სამყაროსი. ის არის აქტი დაკვირვებისა, აქტი შექმნისა, აქტი მონაწილეობისა. ასე რომ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენი რეალური ცხოვრებისთვის? არა თეორიაში, არამედ პრაქტიკაში. არა ლაბორატორიაში, არამედ თქვენს ყოველდღიურ გამოცდილებაში. ეს ნიშნავს, რომ ის, რაზეც თქვენ ფოკუსირდებით, რეალურად აქვს მნიშვნელობა. არა იმიტომ, რომ ის მაგიურად შექმნის ის, რასაც თქვენ სურთ, არამედ იმიტომ, რომ ის ფორმირებს თქვენს გამოცდილებას, რაც ფორმირებს თქვენს ქცევას, რაც ფორმირებს თქვენს ცხოვრებას. თუ თქვენ ფოკუსირდებით საფრთხეებზე, თქვენი ტვინი ხდება უკეთესი საფრთხეების ხედვაში. თქვენი ნეირონული ქსელები, რომლებიც ამუშავებენ საფრთხის ინფორმაციას, ძლიერდება. თქვენი ამიგდალა, შიშის ცენტრი, ხდება უფრო რეაქტიული და თქვენი სამყარო ხდება უფრო საშიში ადგილი. არა იმიტომ, რომ ის ობიექტურად შეიცვალა, არამედ იმიტომ, რომ თქვენი აღქმა შეიცვალა. მაგრამ თუ თქვენ ფოკუსირდებით შესაძლებლობებზე, არა იგნორირებით საფრთხეებს, არამედ ასევე ხედავთ შესაძლებლობებს, თქვენი ტვინი ხდება უკეთესი შესაძლებლობების ხედვაში. თქვენი პრეფრონტალური კორტექსი, დაგეგმვისა და შემოქმედების ცენტრი, ხდება უფრო აქტიური და თქვენი სამყარო ხდება უფრო შესაძლებლობებით სავსე ადგილი. ეს არ არის თვითმოტყუება, ეს არ არის იგნორირება რეალობისა. ეს არის აღიარება, რომ რეალობა, თქვენი სუბიექტური, გამოცდილი რეალობა, ყოველთვის არის არჩევანი. არა შეგნებული არჩევანი ყოველ მომენტში, არამედ არჩევანი, რომელიც ჩამოყალიბებულია თქვენი ყურადღების ნიმუშებით, რომლებიც თავად ჩამოყალიბებულია თქვენი წინა გამოცდილებით. მაგრამ აქ არის კარგი ამბავი. ყურადღების ნიმუშები შეიძლება შეიცვალოს. ნეირონული ქსელები შეიძლება გადაიცვრთოს. ტვინი არის პლასტიური, ის იცვლება გამოცდილების საფუძველზე. და ყურადღების ტრენინგი, აქტის სწავლისა როგორ გააკონტროლოთ თქვენი ფოკუსი, არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოცდილების შესაცვლელად. ასე რომ, როგორ ვასწავლოთ ყურადღების კონტროლი? არა მისტიკურად, არამედ პრაქტიკულად. არა როგორც რელიგიური პრაქტიკა, არამედ როგორც ნეირობიოლოგიური ტრენინგი. პირველი, დაიწყეთ მცირედან. 2 წუთი დღეში. უბრალოდ დაჯექით. დახუჭეთ თვალები. აქციეთ ყურადღება თქვენს სუნთქვას. არა შეცვალოთ ის, არა გააკონტროლოთ ის. უბრალოდ დააკვირდეთ მას. როცა თქვენი გონება მოხეტიალე იქნება და ის იქნება, უბრალოდ შენიშნეთ ეს და დაუბრუნდით სუნთქვას. ეს ჟღერს ძალიან მარტივად, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ, რასაც თქვენ ოდესმე გააკეთებთ. რადგან თქვენი ტვინი არ არის შექმნილი ფოკუსირებისთვის. ის არის შექმნილი სკანირებისთვის, რეაგირებისთვის, გადარჩენისთვის. ფოკუსირება არის უნარი, რომელს უნდა ისწავლოთ, მაგრამ როცა თქვენ ივარჯიშებთ 2 წუთი დღეში, შემდეგ 5, შემდეგ 10, რაღაც იწყებს ცვლილებას. თქვენი პრეფრონტალური კორტექსი ძლიერდება. თქვენი ამიგდალა ხდება ნაკლებად რეაქტიული. თქვენი ნეირონული ქსელები, რომლებიც აკონტროლებენ ყურადღებას, ხდება უფრო ეფექტური. და ეს ცვლილებები არ რჩება მედიტაციის ბალიშზე. ისინი გადადის თქვენს ცხოვრებაში. თქვენ იწყებთ შენიშვნას, როცა თქვენი გონება მოხეტიალე არის. თქვენ იწყებთ არჩევანის გაკეთებას. დაუბრუნდე აწმყოს თუ დავრჩე წარსულში ან მომავალში. თქვენ იწყებთ ხედვათ ხედვას, რომ თქვენი აზრები არ არის ფაქტები. ისინი არის მოვლენები თქვენს ტვინში, რომლებსაც თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ. მეორე, ივარჯიშეთ მადლიერებაში. არა როგორც პოზიტიური აზროვნება, არამედ როგორც ყურადღების პრაქტიკა. ყოველ საღამოს სანამ დაიძინებთ, დაასახელეთ 3 რამ, რისთვისაც თქვენ ხართ მადლიერი. ისინი შეიძლება იყოს დიდი რამეები, ჯანმრთელობა, ოჯახი, სამუშაო, ან მცირე რამეები, თბილი ყავა, მზიანი დღე, მეგობრის რიმილი. რატომ მუშაობს ეს? რადგან ის ვარჯიშობს თქვენს ტვინს ფოკუსირებაზე ის, რაც მუშაობს, ნაცვლად იმისა, რაც არ მუშაობს. ის ამძლავრებს ნეირონულ ქსელებს, რომლებიც ამუშავებენ პოზიტიურ ინფორმაციას. და დროთა განმავლობაში თქვენი ტვინი ხდება უკეთესი პოზიტიური ასპექტების ხედვაში. არა იმიტომ, რომ თქვენ იგნორირებთ ნეგატიურს, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ასევე ხედავთ პოზიტიურს. მესამე,
შეზღუდეთ multitasking-ი. თქვენი twin-ი არ შეიძლება რეალურად აკეთებდეს ორ რამეს ერთდროულად. ის, რასაც ჩვენ უწოდებთ multitasking-ს, არის რეალურად სწრაფი გადართვა ერთი დავალებიდან მეორეზე და თითოეული გადართვა იხარჯება ენერგია, ამცირებს ფოკუსს, ზრდის შეცდომებს. როცა თქვენ აკეთებთ რაღაცას, ჭამას, სამუშაოს, საუბარს ვინმესთან, აკეთეთ მხოლოდ ეს. არა ტელეფონი ხელში, არა ტელევიზორი ფონზე, არა გონება მომავალში ან წარსულში. უბრალოდ ეს, აქ, ეხლა. ეს არ არის მარტივი. ჩვენი კულტურა გვასწავლის multitasking-ს როგორც ეფექტურობას, მაგრამ კვლევები აჩვენებს საპირისპიროს. ადამიანები, რომლებიც ფოკუსირდებიან ერთ დავალებაზე, არიან უფრო პროდუქტიულები, უფრო შემოქმედებითები, ნაკლებად სტრესული, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი ერთდროულად. ასე რომ, აქ ჩვენ ვართ. ჩვენ დავიწყეთ კვანტური ნაწილაკით, ელექტრონით, რომელიც არსებობს როგორც ალბათობის ტალღა, სანამ არ დააკვირდებით. ჩვენ გავიარეთ ნეირონებით, ინფორმაციით, შეგნებით. ჩვენ ვნახეთ, რომ დაკვირვება ცვლის რეალობას, არა მაგიურად, არამედ ფიზიკურად. მაგრამ ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება არ არის ის, რასაც ჩვენ ვიცით. ის არის ის, რასაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რა არის შეგნება. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს რაიმე. ჩვენ არ ვიცით, რა არის 95% სამყაროსი. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ჩვენი სამყარო ერთადერთი. და შეიძლება ეს კარგია. შეიძლება საიდუმლო არის არა პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, არამედ რეალობა, რომელთანაც უნდა ვიცხოვროთ. შეიძლება კითხვები არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პასუხები. შეიძლება ძიება არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პოვნა. რადგან ბოლოს და ბოლოს ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არ არის ახალი ფაქტი ან ახალი თეორია. ის არის ძველი ჭეშმარიტება, რომელიც ახლა აქვს მეცნიერული მტკიცებულება. თქვენ არ ხართ პასიური დამკვირვებელი რეალობისა. თქვენ ხართ აქტიური მონაწილე. თითოეული მომენტი დაკვირვებისა, თითოეული აქტი ყურადღებისა, თითოეული არჩევანი ფოკუსისა არის აქტი შექმნისა. არა იმიტომ, რომ თქვენ ხართ ღმერთი, რომელსაც შეუძლია შექმნას, რაც სურს, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ნაწილი სამყაროსი, რომელიც იცნობს საკუთარ თავს. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო ხდება შეგნებული საკუთარი თავისა. თქვენ ხართ თვალები, რომლითაც სამყარო ხედავს. თქვენ ხართ გონება, რომლითაც სამყარო ფიქრობს. და ეს ნიშნავს, რომ თითოეული მომენტი, ეს მომენტი აქ, ეხლა, არის უნიკალური, ერთჯერადი, შეუცვლელი. ის არასოდეს არსებობდა ადრე, ის არასოდეს იარსებებს ისევ. ის არის შექმნილი ურთიერთქმედებაში თქვენი შეგნებისა და სამყაროსი. ასე რომ, რას აკეთებთ ამ ძალით, ამ უნარით? დააკვირდეთ, ფოკუსირდეთ, შექმნათ. დეთ, შექმნათ. რას აირჩევთ ხედვას? რაზე აირჩევთ ფოკუსირებას? რა რეალობას აირჩევთ მონაწილეობას შექმნაში? ეს კითხვები არ აქვს ერთი სწორი პასუხი. ისინი არის კითხვები, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი უნდა უპასუხოს საკუთარი თავისთვის. ყოველ მომენტში, ყოველ არჩევანში, ყოველ აქტში დაკვირვებისა. მაგრამ აქ არის ის, რასაც მეცნიერება გვიჩვენებს. თქვენი არჩევანი აქვს მნიშვნელობა. თქვენი ყურადღება აქვს ძალა. თქვენი დაკვირვება ქმნის რეალობას. არა მთელ რეალობას. არა ობიექტურ სამყაროს, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად თქვენგან, მაგრამ თქვენს რეალობას, თქვენს გამოცდილებას, თქვენს აღქმას, თქვენს ცხოვრებას. და შეიძლება ბოლოს და ბოლოს ეს არის ერთადერთი რეალობა, რომელიც რეალურად აქვს მნიშვნელობა. ეხლა დახუჭეთ თვალები ერთი მომენტით. აქციეთ ყურადღება თქვენს სუნთქვას. იგრძენით თვენიგით თქვენი გულის ცემა. შენიშნეთ აზრები, რომლებიც გადიან თქვენს გონებაში. და იკითხეთ საკუთარი თავი. ვინ აკვირდება? ვინ არის ის, ვინც აქცევს ყურადღებას? ვინ არის ის, ვინც იცნობს ამ მომენტს? შეიძლება პასუხი არ არის თქვენ, არა როგორც ცალკე დამოუკიდებელი მე. შეიძლება პასუხი არის რაღაც უფრო ღრმა, რაღაც უფრო ფუნდამენტური. შეიძლება ის, ვინც აკვირდება, არის იგივე, რასაც აკვირდება. შეიძლება დამკვირვებელი და დაკვირვებული არის ერთი და იგივე, სამყარო, რომელიც იცნობს საკუთარ თავს ერთი მომენტი დაკვირვებისა ერთდროულად. ან შეიძლება არა. შეიძლება ეს არის მხოლოდ ლამაზი იდეა, პოეტური მეტაფორა, ფილოსოფიური სპეკულაცია. შეიძლება ჭეშმარიტება არის უფრო მარტივი, ან უფრო რთული, ვიდრე ჩვენ ოდესმე გავიგებთ. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ ვიცით დარწმუნებით. ამ მომენტში, ეხლა, თქვენ აკვირდებით. თქვენ აქცევთ ყურადღებას. თქვენ ქმნით გამოცდილებას. და ეს აქტი, ეს მარტივი, ყოველდღიური, საოცარი აქტი დაკვირვებისა არის ყველაზე ღრმა საიდუმლო და ყველაზე ძლიერი ძალა, რომელიც ჩვენ ოდესმე შევისწავლეთ.
გამოიყენეთ ის კარგად.